Salami ხალხო, მე ვარ საბა, ეს არის ლუკა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს უბრალოდ ლიტერატურა. და გადავწყვიტეთ რომ დავიწყოთ პოდკასტი, სადაც ვისაუბრებთ სხვადასხვა წიგნებზე ჩვენი გემოვნებით ცხადია. დღეს რაზე ვისაუბრებთ? დღეს ვისაუბრებთ გილგამეშზე. ხო. გილგამეშის ეპოსზე და თუ წაკითხული გაქვთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ რომ თავიდან შინაარსს მოვყვებით ისტორიას მოკლედ რაც შეიძლება და ამიტომ თუ წაკითხული გაქვთ, გაგახსენებთ, თუ არ გაქვთ წაკითხული, გაგაგებინებთ, ესე მოკლედ რაზე არის. ისტორიას მოგყვება ლუკა. ხო, სანამ უშუალოდ შინაარსზე გადავალთ, თუმცა გვიტყვით რომ 1872 წელს აღმოაჩინა ჯორჯ სმითმა, ეს აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმში და ნელ-ნელა მაგიდან მოყოლებული 12 დაფა არის სულ აღმოჩენილი. 12 დაფა არის გილგამეშის 2/3 მხოლოდ და ამიტომაც ბოლომდე მაინც არის ნაპოვნი. 1924 წელს ვთარგმნეთ ქართულად ილია მიხეილ წერეთელი და მე ეხლა ვის თარგმანს ვიყენებთ ჩვენ ეს არის ზურაბ კიგნაძე. ხო, კიგნაძეს თარგმანს. ეგ არის და ეგ. კაი, ეხლა რაც შეეხება შინაარსს. მოკლედ შინაარსი არის ესეთი. ზოგადად გილგამეშის ეპოსი ქართულად არის გილგამეშიანი, ალბათ ქრისტეოსნის გავლენით, ხო? და ხო, აი პირველი წიგნი ზოგადად რაც კი აღმოჩენილა, ანუ ეს წიგნებს შორის პირველი წიგნია რაც კი დაიწერა. ეხლა რა ხდება შიგნით? გილგამეში თავად არის პერსონაჟი, რომელიც არის ურუქის მეფე, თანამედროვე ერახში, შუა მდინარეთში და ურუქში მისი მოსახლეობა არის განაწყენებული გილგამეშის მიმართ. ამას აქვს ორი მიზეზი. პირველი მიზეზი არის ის, რომ მას ჰქონდა ეგრეთ წოდებული საკრალური ქორწინების უფლება, ანუ პირველი ღამის უფლება ჩვენ ენაზე რომ ვთქვათ. მას შუმერული მითოსიდან გამომდინარე შეეძლო, რომ ახალ დაქორწინებულ წყვილთან ქმრის მაგივრად ჯერ მას ჰქონოდა სქესობრივი კონტაქტი. და ესე აკადემიურად რა ვთქვათ. და მეორე მიზეზი, რატომაც არ მოსწონდათ ეს გილგამეში, იყო ის, რომ როგორც ეს სქესობრივად რო დავყოთ ქალების განაწყენების მიზეზიც გასაგებია და ვაჟკაცები, ანუ ოჯახის დასაყრდენი კაცები, ფიზიკური ძალა, მას მიყავდა სხვადასხვა, ესე ვთქვათ, ლაშქრობებში, ომში და მათ ფიზიკურ ძალას იყენებდა და შემდეგ ოჯახს აკვდებოდა. აქედან გამომდინარე, ურუქის მოსახლეობა ღმერთებს თხოვს, რომ გილგამეშის დარი გააჩინოს ვინმე, რათა დაგვასვენოს ამ გილგამეშს რომ დააყოვით ესე. და ამიტომ ენქიდუს მეორე პერსონაჟი, ეს ორი სახელი არის დასამახსოვრებელი, გილგამეში და ენქიდუ. ენქიდუს ღმერთები როგორც კიკნაძე წერს, დანერწყვილი თიხისგან შექმნიან, ანუ მიწისგან, ხო? კი, და ის ჩნდება უდაბნოში. ენქიდუ გამოივლის სხვადასხვა ტერიტორიას, პირველ რიგში მან უდაბნოდან გადმოინაცვლა სანადირო ტერიტორიაზე, შემდეგ საძოვრების მიწაზე, შემდეგ სამეურნეო, ხო, მიწათმოქმედების მიწაზე და ბოლოს მოადგება ურუქს. ოღონდ ამ გზაში მას მოყვება შამხათი პერსონაჟი, რომელიც ჯერ მასთან დაამყარებს სქესობრივ კავშირს ღმერთების დავალებით და შემდეგ წამოიყვანს და მოიყვანს გილგამეშთან. გილგამეშმა, როცა თქვით, რომ მას ჰქონდა პირველი ღამის უფლება, ზუსტად ამ საქმისთვის მიდიოდა და ენქიდუ მას გადაეფარება, კარში ჩაუდგება, პირდაპირ ასე წერია და არ შეუშვებს მასთან. და ისინი შეერკინებიან ერთმანეთს, თუმცა ვერ მოერევა ერთი მეორეს და ამიტომ გადაწყვეტენ რომ დამეგობრდნენ. იმიტომ რომ ერთმანეთის მსგავსი პოვნიან ერთმანეთში. ამის შემდეგ ისინი ერთად გადაივლიან სხვადასხვა თავგადასავლებს, მაგალითად მოკლავენ ხუმბაბას, რომელიც არის კედრის ტყის მცველი, რაღაც ღვთაებრივი, ესეთ მითოლოგიური ცხოველი, ძლიერი, ძალიან ძლიერი. ამის შემდეგ ღმერთები მათ დაუპირებენ დასჯას და გამოუგზავნიან ზეციურ ხარს, ზეციურ მოზვერს, სხვანაირად როგორც თარგმნის კიკნაძე და მასაც დაამარცხებენ. შემდეგ უკვე ღმერთები გადაწყვეტდნენ, რომ ამ ორიდან რომელიმე უნდა მოკვდეს, იმიტომ რომ უკვე ზედმეტად ძლიერები არიან და ენქიდუ გახდება ეს ადამიანი, რომელიც უნდა მოკვდეს. ენქიდუს სიკვდილის შემდეგ გილგამეში იაზრებს, თუ რა არის სიკვდილი, ძალიან ისეთი ეგზისტენციალური კრიზისი ეწყება ჩვენი ენით რომ ვთქვათ და იგი წავა სამყაროს კიდეში პერსონაჟ უთანაფიშთან შესახვედრად. ეს პერსონაჟი არის ბიბლიური ნოეს მსგავსი, რომელმაც წარღვნას გადაარჩინა მოსახლეობა და ღმერთებმა უთანაფიშტის უკვდავება მიანიჭეს. სამყაროს კიდეში ცხოვრობს იგი მის ცოლთან ერთად. და წავალ კითხავ ამ ადამიანს, უთანაფიშტის რა გზა გაიარა და მე როგორ უნდა შევძლო უკვდავება. ანუ უკვდავების საძებნელად მიდის. გზაზე ბევრ განსაცდელს გაივლის და უთანაფიშტი
მას ეტყვის რომ აზრი არ აქვს უკვდავებას ვერ მოიპოვებ და გილგამეში ესე ვთქვათ მაინც მის აზრზე რჩება და საბოლოოდ იგი ეტყვის რომ აბა ძილს თუ დაამარცხებ და თუ შეძლებ რომ 6 ღამე თუ 7 ღამე არ დაიძინო არ მოხდება ესე ცხადია ვერ გაძლევს გილგამეში და გამოუშვებს ესე ვთქვათ უთანაფიშტი უკან თუმცა მაინც რადგანაც ამხელა გზა გამოიარა და სამყაროს კიდეში მოვიდა გილგამეშს ის მიცემს სიჭაბუკის ბალახს უпростоრედ ადგილმდებარეობას უჩვენებს შენ უნდა ჩახვიდე ოკეანის ფსკერზე და ეს ამ ბალახის მიღების შემდეგ შენ გაახალგაზრდავ დაგიბრუნდება სიჭაბუკის წყლები ეუბნება უთანაფიშტი ასეც იზამს ჩავაწყლის სიღრმეში ამოიტანს ამ ბალახს თუმცა უკანა გზაზე როცა ურშანაბი ანუ ვინც გადაალახინა წყალი უთანაფიშტისთან ხო მენავე მარტივად ვთქვათ მენავე უკან მოყვება უდაბნოში არიან დაინახავს ცივ წყაროს და დაეწაფება მას და ამასობაში ეს ბალახი სიჭაბუკის ბალახი უდევს სადღაც გვერდით და მას მოპარავს გველი და იქვე ამ სიჭაბუკის და გაახალგაზრდავების ნიშნავთ ტყავს გამოიწვევს და დატოვებს ამაზე კიდე უფრო დავრემელი გილგამეში ბრუნდება უკან და ასე სრულდება ეს ეპოსი ეხლა ჩვენ გვინდა რომ ეპოსი გავაანალიზოთ ჩვენი ხედვებით და რამდენიმე საინტერესო ცნებაზე ვისაუბროთ, ხო? მოკლედ რაზე ავაწყოთ ისა ჩვენ შევაწყეთ გზაზე, რომ ჯერ ენქიდუზე უნდა ვისაუბროთ, შემდეგ ენქიდუს და გილგამეშის საერთო მოგზაურობაზე. მე გილგამეშზე ვისაუბრებ თუ როგორი რეაქცია აქვს ენქიდუს ციკლთან დაკავშირებით, საერთო ციკლის ცნებასთან დაკავშირებით, როგორია მის დამოკიდებულება და მე უთანაფიშტიდან მისვლის გზაზე რა ბუნებრივი მდგომარეობა იქნება გილგამეშს და უკანა გზაზე როგორი იქნება მისი მდგომარეობა. ხო, და მოდი ბარემ დავიწყოთ მონადირის სცენით, ანუ ენქიდუ რო გაჩნდება. ხო. რაღაცა იქ უდაბნოს რო გამოივლის და მე სანადირო ზონაში რო შემოვა, იქ რაღაცა ჯოგთან ერთად მოძრაობს და იქ აღწერილია ეგრე რომ რეალურად ენქიდუს შესახებ ქალაქში ეცვენებათ მონადირის გამო, იმიტომ რომ მონადირე იქ მიდის და რაღაც პრეტენზია აქვს იმაზე რომ ბიჭო ენქიდუმო რაღაცა ჩემი დაგებული ხაფანგებიო და ამცხრიაო და კიდე იქ ორმო მქონდა ამოთხრილიო და ისიც ამომიუსო და ამ პრეტენზიით მიდის რომ იქნება გილგამეში გამოგზავნოთ რომ ეს კაცი დაამარცხოსო რა ხო და მე მგონი რომ ეს მნიშვნელოვანი არის რომ რეალურად ის რაღაცა ბუნებრივი მდგომარეობა გარემოში ხო ის არის რომ ამოთხრილი არ უნდა იყოს ის მიწა იქ რა ის მიწა ამოვსებული უნდა იყოს იქ სადღაც რაღაცა ხაფანგი არ უნდა იყოს დაგებული ბუნებრივად ეგრე არის და რეალურად ამ კაცს რა პრეტენზიაც აქვს ან ბუნების საწინააღმდეგო პრეტენზია მე მგონი ეს კულტურის ცნებასთან რაღაც კუთხით შეგვიძლია დავუკავშიროთ და კი, ანუ შენ ამბობ რომ ენქიდუ არის ბუნებითი მდგომარეობის გამოვლინება და მეორე მხრივ მონადირი არის ადამიანური კულტურის რომელმაც ბუნებაში შეიტანა ეს ცვლილება და ამ კულტურას მინგრევსო და გილგამეშს თხოვს საშუალებას. ხო, ანუ ეგრე შეგვიძლია ეს ორი პერსონაჟი რო განვიხილოთ და მე უკვე ეხა აუცილებლად უნდა ჩავთვალოთ ქალი შამხათის ეპიზოდი, ხო, რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ღმერთები გილგამეშს გაუგზავნის, რომ მასთან ის გაადამიანოს ჯერ არის ცხოველი, იბადება ცხოველად, არ არის ადამიანი, როგორც მაგალითად ადამიანი იყო, ენქიდუ იბადება ცხოველად, ხო? რა როლი აქვს შამხატს ამ ქალს ენქიდუს ადამიანად გახდომაში? ანუ ტექსტუალურად შამხატს მასთან ხო რაღაც სექსუალური კავშირი აქვს დამყარებული და იქაც ზუსტად ის მაგარი სიტყვა იყო. ხო, ეს ექსიტ ნერბავდა, რასაც კიტნაზე იყენებს ძალიან მაგარი სიტყვა. და ნერბავდა არ არის დაკავშირებული ადამიანის მეორე ადამიანთან კავშირის შესახებ. ხო, ანუ ცხოველს და ადამიანის შორის კავშირს ნიშნავს. ავტორი გეუბნება, რომ ჯერ სექსუალური სქესობრივი კავშირი რო აქვს, ადამიანი არ არის აქ ენქიდუ და მე ადამიანდება. ჩემი აზრით შამხათი ამ მომენტში ენქიდუსთვის შემოაქვს კულტურის ცნება. ანუ კულტურის შამხატი ხო არის კულტურის მატარებელი ადამიანი, რომელიც რაღაცა კავშირის დამყარების შემდეგ ენქიდუს აცნობს ამ ყველაფერს. მაგიტომ იდეაში აქაც ის აღნიშნულია, რომ 7 ღამე არის აქაც ტექსტში ნახსენები. ისე როგორც მე ბოლოს 7 ღამის ძილის ეპიზოდი არის გილგამეშთან დაკავშირებით. იდეაში ტექსტი თავში და ბოლოში. თავში და ბოლოში ებმის. ხო, ეხა დამარტყა. ანუ ბოლოს ის ჩაეძინა თქო რომ თქვი, მანდაც 7 ღამე ძინავს და აქაც 7 ღამე. ალბათ რაღაცა მითოლოგიური ზღაპრული ის არის, ხო? დადუქთვა რომ საკრალური ციფრია მარტივად. კი, მარტივად ვთქვათ. ნიშნულოვანია რომ აქ ენქიდუ ამ 7 ღამის გადააყვას ახერხებს. და იდეაში შამხატთან რაღაცა კავშირი რო ექნება, რო იღვიძებს მე რო დღეს თუ მე 7 დღეს თუ რაც არის, ჯოგი რომელთან ერთადაც ის მოძრაობს, ის ჯოგი გაიქცევა.
ანუ მას აღარ მიიღებს როგორც თავის სინას და მე მგონი აქ უკვე ენქიდუს გარდატეხა იწყება როგორც ადამიანის რა. მე შამხათი ამ გზაზე ამოძრავებს, გააცნობს სალაპარაკო ენას, გააცნობს იქ რაღაცა საჭმელი როგორ უნდა ჭამოს, რაღაცები როგორ უნდა გამოიყენოს და ცივილიზებულობაში შემოყავს რა. თან მაგას ახერხებს ნელ-ნელა, აი რო თქვით რომ 5 წრე არის, შუაში ურუქი და ნელ-ნელა რომ უფრო ბუნებით მდგომარეობამდე ამ უდაბნოსკენ რომ მივიწევთ, რაც უფრო შიგნით შემოდის ამ წრეში, მით უფრო აცნობს ადამიანურ რაღაცებს, ხო? და ეს გზა, ანუ შეგვიძლია რომ წარმოვიდგინოთ რაღაცა ცხოველიდან ადამიანს ან კულტურისკენ მიმავალ ცივილიზებულობისკენ მიმავალ გზა და ურუქი როგორც არის მექა ამის, ხო, კულტურის, ასე რომ ვთქვათ. უბრალოდ რა გავაგზავნოთ კიდევ ენქიდუზე, რას ნიშნავს მისი გზა ურუქისკენ. გასაგებია რომ ცივილიზაციას ნიშნავს, მაგრამ აი კიკნაძესაც ეწერა თავის ანალიზში, რომ ესე ვთქვათ იმეორებს კაცობრიობის გზას, ხო? ანუ ენქიდუ თუ ურუქის მოსახლეობას დასჭირდა, რომ რაღაცა პირველყოფილი ხანიდან მოსულიყო ურუქის ქალაქ სახელმწიფომდე, ზუსტად იგივეს აკეთებს ენქიდუს, ხო? და ეხლა წავიკითხოთ ის ციტატა, ანუ ზურაბ კიკნაძის ანალიზიდან, რომელიც ძალიან კარგად აღწერს აი ამ პროცესს, რასაც ენქიდუ იმეორებს. უკან მოbrunდა მითოსულით, რომ პირველ შესაქმნისა და გაჩნდა დროული ხარვეზი ურუქსა და უდაბნოს შორის. ეს მანძილი უნდა დაძლიოს ენქიდუმ. ანუ აქ იმაზეა საუბარი, რომ ურუქმა რაც ნაწილობის ან უფრო მეტის მანძილზე მოახერხა, რომ გაცივილიზებულიყო, ენქიდუ დაბადების დროს ამ დროით ხარვეს არ ღვევს და შემოდის პირველ საწყისში ადამიანის, ანუ ცხოველური ადამიანი შემოდის და იმისთვის რომ დრო აღდგეს და ურუქის გავლილი მანძილი ცივილიზებულობამდე ისე ვალიდური იყოს, ენქიდუმ ეს გზა უნდა გაიაროს, უნდა დაძლიოს და გახდეს ცივილიზებული ადამიანი, იმიტომ რომ ტექსტში ამ შემთხვევაში ერთადერთი ადამიანი, ვინც არ არის ცივილიზებული, არის ენქიდუ და ეგ დროით აღრევას ახერხებს ტექსტისთვის ძალიან ძლავრად ხოთშებს. და თან აღსანიშნავია რომ ქალი ხდება ის ქალი არის ის, ვინც აკულტურებს არსებას, ხო, ცხოველს. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ქალმა შექმნა თან ენქიდუ ურუგუ. ხო, აი ესეც აღსანიშნავია, თქვით რომ მოკლედ ეს მინიშნებაც კიკნაძეს ეკუთვნის და რა თქმა უნდა დაუპასუხოთ, ძალიან მაგარი მიგნებაა, რომ ენქიდუს ქმნის ქალღმერთი არურუ, უბრალოდ ეს ფიზიკური შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ უკვე ეს ქალღმერთი, ანუ ღმერთი ქალი და მოკვდავი ქალი ახერხებს იმას, რომ ენქიდუ აიყვანოს ცხოველობიდან ადამიანის ხარისხში, ანუ ეთიკური და მორალური ზრდის ფუნქცია მოკვდავს ენიჭება და ფიზიკური შექმნის, ხორციელად შექმნის ქალღმერთს. ანუ ამობრუნებულია, პირიქით უნდა იყოს ესეთ, რომ ღმერთი არის ის, ვისაც ზნეობისკენ მიყავხარ და ადამიანი უფრო რაღაცა ხორცთან ასოცირდება, მაგრამ დააბრუნა და რატო რა აზრით იმიტომ რომ მორალურ გზაზე რომ მიყავს ეს ენქიდუ იმ ხალხს. ცდუნების ელემენტით მიყავს, ანუ ჯერ ხო ცდუნება არის ენქიდუს და მერე აყენებს ამ მორალური წინსვლის გზაზე და ეგეც ხო ცნაური ელემენტია. და ეგ გინდა ეგ მორალური და ეთიკური ანუ უკვე გაზრდა ეთყობა მათ ენქიდუს და გილგამეშის შეხვედრის ეპიზოდს. და შეგვიძლია რომ პრინციპში გადავიდეთ უკვე მათ გზის კონტექსტში გავაგრძელოთ თუ ენქიდუსის ნიშნავდა რაღაც ცივილი კულტურისკენ სვლას და ცივილიზებულობისკენ სვლას. ეხლა ამ ორი პერსონაჟის სვლა ერთად რა გზა გაიარეს. მაგამდე მე მგონი ისიც იქნება კარგი რომ ახსენოთ რომ გილგამეშს მოლოდინი რო აქვს რომ ენქიდუს უნდა შეხვდეს. სანამ ენქიდუსთან შეხვდება გილგამეში სიზმრები აქვს რომელიც შესახებას დედამისთან მიდის რომ ახსნას ეს ანუ იდეაში დადებითი სიზმრები ხო არ არის ესენი არ არის მართლა საქორწინო სიზმარი და რაღაც ეგეთი არც თუ ისე დადებითი შინაარსის მატარებელი სიზმრებია დედამისთან რომ მიდის შეშინებულია გილგამეში რომ რა შეიძლება ნიშნავდეს ეს ყველაფერი და აქ წინასწარმეტყველების ელემენტი შემოდის სადაც დედამისი ეუბნება რომ ცოტა ხანში შენ შეხვდები შენ სწორს და თქვენ მერე დაახლოვდებით დაქორწინდებით როგორც დედამისი ამბობს და გააგრძელებთ თქვენს გზას ერთად. ხო, შეხვედრის სცენა ჩემს კიდევ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როგორც შენ აღნიშნე რა, შეხვედრის სცენაში ხო გილგამეში პირველ ღამის რიტუალის აღსასრულება ხო, მიდის რომ ახალ დაქორწინებულ წყვილთან, ქალთან კონდეს სქესობრივი კავშირი პირველი ღამის უფრო. და ამას ენქიდუ აჩერებს. და მე მგონი ეს მნიშვნელოვანია რომ გილგამეში ხო ამ შემთხვევაში უფრო ცივილიზებული ადამიანია, რომელიც ხო ზუსტად რომელსაც ან იდეაში ცივილიზებულ საზოგადოებაში ხო პირველ ღამის ელემენტი არც თუ ისე სასიამოვნო მორალური რაღაც აზრის მატარებელია და ენქიდუ რომელიც უფრო ველური ბუნების მატარებელია
ამ ეპიზოდში მაინც. ამას აჩერებს. ან ჩემი აზრით, თავისი ცხოვრებრივი ბუნება კიდე რაღაც მომენტში გამოყვანილი აქვს და ცივილიზაციაში არსებულ რაღაც კულტურულ ფენომენებს, რომლებიც არც თუ ისე მორალური შეიძლება იყოს და რაღაც როგორ შეიძლება ვთქვა, ცნობის ელემენტებზე შეიძლება იყოს აგებული პირველ ღამის ელემენტი არც თუ ისე სასიამოვნოა და ამას აჩერებს. და მე მგონია დადებითი ცივილიზებულობის ელემენტი შემოაქვს ენქიდუს თავისი ცხოვრებრივი ბუნების სწორი გადათამაშებით. სანამ მაგას კიდევ უფრო ჩავშლით, ვთქვათ, რომ ეს ხო შუმერული თქმულებებია, რომლებიც შეკრა აკადელმა პოეტმა აქადურ ენაზე და კიკნაძე ვარაუდობს, რომ მაშინ ეს მიღებული იყო პირველი ღამის უფლება, მაგრამ რადგანაც ამას უარყოფითად აფასებს და ენაში ვხვდებით, რომ უარყოფითად არის აღქმული, მაშინ რატო ეღობება ენქიდუ. აკადელი პოეტი ამას უარყოფითად აფასებს, კიკნაძე ვარაუდობს, რომ ეს უკვე მიუღებელი იყო აქადურ საზოგადოებაში. ანუ დროის კონტექსტში შევხედოთ, ახლა დღევანდელი გადმოსახედა ის მიუღებელია, მაგრამ შუმერულ დროს, შუმერულ ეპოქაში ცუდ ადამიანად გილგამეში მაგის გამო არ იყო მაშინ. მაგრამ მე მგონია რომ ლიტერატურა იწყებს აქ მიღებას იმაში, რომ რაღაცეები არ შეიძლება. და თან პირველი ლიტერატურული ტექსტი არა შემოდის ცნებები, რომლებიც უკვე რაღაცა არა შესაბამის კულტურულ ფენომენებს ბლოკავს და მე სწორი გადათამაშება მგონია ენქიდუს ფეხის ჩადგმა და თან აკადელი პოეტიც როგორც აღწერს ამ ყველაფერს სწორი გადათამაშება მგონია მე. არა შესაბამის კულტურულ ფენომენს რასთან არა შესაბამის ფენომენს? ცივილიზებულობის მსვლელობა როგორც უნდა მიდიოდეს და როგორც მიდის იდეაში ამ დროიდან დღემდე. ენქიდუ რა გზითაც მიდის. ზუსტად ხო. მე მგონია რომ აკადელი პოეტი ცდილობს რომ დაგვანახოს რომ ენქიდუს გზა რომელსაც გადის რაღაცა უდაბნოდან გილგამეშამდე და მერეც ხუმბაბას ეპიზოდშიც არის ის გზა რომელიც უნდა გაიაროს ცივილიზებულობამ. ჩემი აზრით აქ კიდევ ერთი მინიშნება შეიძლება იყოს რომ ურუქმა რა გზაც გაიარა და რა დროითი აღრევაც მოხდა. ურუქის გავლილი ცივილიზებულობის გზა შეიძლება არ იყოს მთლად სწორი გზა და აქ შემოდის ენქიდუ რომ ეს გზა გადაათამაშოს თავისთვის და მან ცოტა შეიძლება გასწრება მომივიდეს ეხლა მაგრამ ხუმბაბას ეპიზოდში ცდილობს გილგამეშს რომ დაელაპარაკოს ენქიდუ რომ მოდი ჯერ არ გვინდა ხუმბაბასთან თვალ ეგრე შეკინება იმიტომ რომ რასაჭიროა რა გვინდა არ და გილგამეშს ძალიან უნდა რომ შეებრძოლოს არაფერი ანუ ძალიან კაი დეტალია ლიტერატურაში ენქიდუ როგორც არსება რომელიც არის ველური რეალურად ხდება ის ჩამკეტი მექანიზმი რომ ცივილიზაციამ არ გადაუხვიოს არასწორი მიმართულებით და ჯერ ამას საკუთარ თავზე გამოცდის პიროვნულად და გამოცდილების საფუძველზე ამას ავრცელებს მთელს ურუქში და ურუქში ავრცელებს თავარ პერსონაჟთან მეფესთან, ხო, გილგამეშთან, რომელიც არ გვითქვამს, რომ 2/3 ღმერთია და 1/3 ადამიანი, იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ენქიდუსავით არ არის, ეგ არის ღვთიური წარმომავლობის. თან ნახევარ ღმერთი კი არ არის, უფრო მეტად ღმერთია ვიდრე ადამიანი, ხო? დაუბრუნდეთ იმ ფეხის ჩადგმის ეპიზოდს. რა ხდება მანდ, ანუ თქვით რომ საკუთარ თავზე გამოსცა და ეს რაც ეთიკური და მორალური აღზევება, ესეც ცოტა ისე რომ ვთქვათ, ენქიდუმ და შემდეგ ამას ავრცელებს, გადააქვს გილგამეშზე. რანაირად ხდება ეგ, რომ რატო დაუჯერა ენქიდუს საერთოდ? მე მეფე, ანუ ეს ვინ არის საერთოდ? მე ვარ მეფე, უფრო მეტად ღმერთკაცი ვარ, მშობლები ღმერთები მყავს და შენ ვიღაცა უდაბნოდან მოსული რანაირად მეღობები. ეს რატო არ უთხრა? თავიდან თან ხო შეკინების სცენა არის, მაგრამ მე შერდება და ბოლომდე აღარ მიყავს ეგ საქმე. კარგი შეკითხვა მართლა. მე მან გონია უბრალოდ რომ დედამისის წინასწარმეტყველების დეტალი, წინასწარმეტყველების როგორც უხსნის სიზმარს. ეგ ძალიან დიდ გავლენას ახდენს, იმიტომ რომ აი წარმოგიდგენე რა ენქიდუს ნაცვლად სხვა ნებისმიერი კაცი რო ყოფილიყო. და კარებში ფეხი რო ჩაიდგა გილგამეშისთვის. გილგამეში ხო შემოგრებდა ეგრევე, ცხვირს მოკლავდა. ხო. და ენქიდუს რო ვერ კლავს, მე მგონია რომ უტივდება ეგრევე თავში რომ მოიცა ეს ის ხო არ არის ვინც უნდა იყოს. და ჩემი აზრით მე ხო სცენაში რაც ხდება რომ უცებ გილგამეში დაინახავს და ოპ და მე სცენა ეგრე იცვლება რომ ესენი ზმაკაცობენ. მე მგონია რომ გილგამეშის თავში გავაიგაზრე რომ კი ეს ის კაცია, კი ეს ჩემი ისტორია. აი პარალელად რო გავაკეთოთ რაღაცა იმაში ან სტუმრმას მიწელში შეხვედრის სცენა როგორც არის ან ალუდაში შეხვედრის სცენაც როგორი არის რომ რაღაცა მუცალს რო დაინახავს ალუდა და ოპ შენ აი იგივე მომენტია ზუსტად აი თავისნაირის დანახვის ეპიზოდი მგონია მე ზუსტად აქ რომ შენ ეგ ყოფილ ხარ ჩემნაირი ხარ და ვსიო ჯიგრები ვართ ერთად ვართ ძმაკაცობთ რა მე გონია ფეხის ჩამო მარკეტინგს მივდივარ მე მაგალითად კითხსნი რომ რეალურად ერთია რომ ვერ მოერია მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რომ რატო გაჩერდება ხო მეფეა და
საკმარისი თავმოყარეობა ექნებოდა რომ რო ვერ მოერია გაიგრძელებინა. მაგრამ აქ ჩერდება, იმიტომ რომ საკუთარ მსგავს პოულობს და მსგავსის პოვნა გილგამეშიანში იწყება და ლიტერატურაში იწყება მსგავსის პოვნით, რომ საკუთარ პიროვნებას ეთიკურად და მორალურად ამაღლებ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთია და ამას ჩვენ ახლა მომავალშიც დავინახავთ, რომ არ გადაუხვევს გზიდან აქ რა პრინციპსაც ჩამოაყალიბებს გილგამეში ენქიდუს დამსახურებით, მაგ პრინციპზე დგას ბოლომდე. და ეგ ძალიან კაია. ეგ გამოიწვია მსგავსის შეხვედრა. და აქედან იწყება უკვე ორივეს ერთი თანაგზავრობა, ესე ვთქვით, ხო? ეხლა რა არის მნიშვნელოვანი მაგათ ერთად გზაში რა უნდა აღნიშნოთ? ჯერ არის რომ ხუმბაბას დამარცხებას გადაწყვეტენ გილგამეში რატომღაც როგორც მახსოვს სიზმრის ყვავილაზე გაიუძეს და გადაწყვეტს რომ ხუმბაბა უნდა დაამარცხონ. მე სხვათა შორის არ მესმის ხუმბაბას დამარცხება ჯერ ერთ-ერთი აქამდე რატო არ მოუნდა სანამ ენქიდუ გამოჩნდებოდა. ენქიდუს გამოჩენის მერე რატომ უნდა რომ ხუმბაბა დაამარცხონ? ну ერთია რომ ჯერ უნდა ვთქვათ რომ სიზმარს გილგამეშიანში აქვს ეს კატალოგიური წინასწარმეტყვეული ფუნქცია რა სიზმარიც არის ყველაფერი წინასწარ გვეუბნება რომ ეს მოხდება რაც შეეხება დეტერმინიზმის პრინციპს ხო ზუსტად რაც შეეხება იმას მარტო რატო არ წავიდა არ ვიცი შესაძლოა საერთოდ სურვილი არ გაუჩნდა რეალურად მოდი ამოვიდეთ იქიდან რას ნიშნავს ხუმბაბას მოკლა და მაქედან ვიპოვით პასუხს რატო გაუჩნდა ეგის мотивация. რას ნიშნავს ხუმბაბას მოკლა? რატომ მიდის? ხუმბაბა ხო რაღაც იდეაში ხუმბაბა არის ტყის მფარველი, რომელიც მეტნაკლებად ადამიანის ბუნების მატარებელი არ არის. მაგრამ რაღაც ღვთაებრივი ელემენტი ძალის კუთხით მაინც დას. ჩემი აზრით გილგამეშის ხუმბაბას დამარცხება შეიძლება იმიტომ დავებოდა რომ ამაღლებულიყო რაღაც იმ ბუნებაზე რომელიც ხუმბაბას აქვს და ეჩვენებინა რომ ურუქ ქალაქი რომლის მმართველიც მე ვარ რომელიც არის ცივილიზებულობის გამოხატულება არის უპირატესი და ჩვენ გამარცხებთ ჩვენ და მე მგონი უბრალოდ რომ კულტურების ჯახს უყურებ ეგრე უყურებ და მე მგონი რომ ენქიდუ დასჭირდა ამისთვის იმიტომ რომ ენქიდუ არის ერთ ანუ ხუმბაბას მარტო ვერ დაამარცხა მე უბრალოდ ტექსტური ნახე ტექსტიდან ამოვიდეთ მან გილგამეში ამბობს რომ მარადიულ სახელს დავიმკვიდრე ანუ უკდავობა უნდა ოღონდ უკდავობა იმ გაგებით რომ ცოტა ამბარტავული მეფის კლასიკური მეფეა რა მოკლედ უნდა რომ ისტორიაში შევიდეს აი ისტორიაში შესვლა უნდა ეგ ნიშნავს უკდავობას მოვიპოვება ხუმბაბას დამარცხება ნიშნავს კლასიკური ლიტერატურული გაგებით რაღაც შენზე ძლიერის წესით ჯობნას და ამის შემდეგ ამაღლებას რაც შენ თქვი რომ ანუ სანამ მე ხუმბაბას დავამარცხებ არ გილგამეში მაგრამ მეფე გილგამეში მაგრამ ხუმბაბას როცა დავამარცხებ უკვე ხუმბაბას დამარცხებელი გილგამეში მაგრამ რაც პლუს 1 რაღაცა ის არის მინაწერი ჩემს სახელთან ხო ხუმბაბა დაამარცხა ისტორია ჩნდება მოსაყოლი ჩემზე ანუ мотиваციას ქმნის ეგ რომ მე მინდა რომ სახელი მარადიული დავიმკვიდრო მაგრამ მაგას უჩენს ენქიდუ და ეგ მხოლოდ მას შემდეგ ხდება რაც ეთიკურობაში შეაბიჯებს რაც მორალურობაში შეაბიჯებს ანუ მანამდე ეგ მოთხოვნილება არ ჩანს ტექსტში შეიძლება ქონდა ეხლა არ ვიცი მაგრამ მას შემდეგ რაც რაღაცა ცოტა ზნეობისკენ გადმოვა რომ თქვი ჩემ თავზე ხო ეს წარმოადგენა მაგ რაც გადმოვა მას შემდეგ უჩნდება ესეთი სურვილები რომ როგორც პერსონაჟი როგორც გმირი შედგეს მოქმედი გმირი ეგ არის мотиваცია დაახლოებით ერთნაირად ხსნით მაგას როგორც ჩანს მაგრამ მან მე შეკითხვა მაქვს ენქიდუ რო ცდილობს რომ გადაიბიროს რომ არ წავიდნენ ხუმბაბასთან მაგას ენქიდუ რატო აკეთებს რომ თავიდან რა თქვი რომ არ არის საჭირო თუ იმიტომ რომ შეიძლება ენქიდუს ეშინოდეს რომ ხუმბაბას ვერ დაამარცხება ჩემი აზრით ამის მოტივი მესმის ახლა მან ხო გადავიდეთ ენქიდუზე ჩემი აზრით არ არის საჭირო არაფერ შუაში არ არის იმიტომ რომ თავიდანვე არ გაყვებოდა რატო გაყვა ვერ დაამარცხებს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ იმიტომ რომ იქ ტექსტში წერია რომ 300 კილო საჭურველი აქვს თითოს ანუ წარმოიდგინე ხა მე და შენ რომ 20 კილო ჩანთა გქონდეს ცოტა მაშინ დავიღლებით მაგრამ ეს ორი ტიპი არის და 300 კილო საჭმელი საჭურველი მიაქვთ მეორე ქვეყანაში აი დღევანდელი ლიბანის ტერიტორიაზე დაახლოებით ეგრე კედრის ტყეში მიდიან დღევანდელი ერაყის სამხრეთიდან წარმოიდგინე რამხელა გზა მდგასავლეთ ალბათ რა 5 კილო რომ მომცა მე დავიღლებოდი და ეხლა არ ამგონია რომ აქხელა საჭურველს რო ატარებ და ეგეთი დევივით კაცი ხარ ხუმბაბასი შეგეშინდეს უბრალოდ მგონია რომ ენქიდუს
ცოტა ნაკლები ჟინი აქვს, არა აქვს მოთხოვნილება უკვდავობისკენ. მისი სახელი ნაკლებად ანაღლებს ჩემი აზრით და მაგითო ამოხრუჭებინებს. გილგამეში არის მთლიანად ქარიზმა, რომელიც მიიწევს და უნდა რომ გადაუვაროს ყველაფერს და ენქიდუ არის ცოტა ჩაკეტილი სივრცე, რომელიც ცდილობს რომ ეს სხვა ეს ტალღა ცოტა კედელი აუშენოს, რომ მოიცა ნელა. თავისი სივრცე. აი რაღაცა ეგრე მგონია რა. თანამედროვე ადამიანი რომელი იქნება ენქიდუ თუ გილგამეში? თანამედროვე ადამიანი გილგამეში ვერ იქნებოდა. უფრო ენქიდუსთან ვავლებ პარალელს ანუ იმიტომ ვერ იქნებოდა გილგამეში თანამედროვე ადამიანი, ჯერ ეს ერთი რომ ღვთიური წარმომავლობა აქვს გილგამეშს და ნუ ეგ გასაგებია, ჩვენ არაფერი არ გვეტყობა ახლა დღეს ეგრე ღვთიური წარმომავლობის არ გულისხმობა ქრისტიანული იდეით, რომ მაგას არ გულისხმობა. რაც გილგამეშიანში გულისხმება, ეგ ჩვენ არ გვაქვს. ძალის თვალსაზრისითაც გავართ, ხო, ნუ თუნდაც ხა ჩვენთან შედარებით და ზოგადად რაღაცა ტიპაჟით მე სიგნალზე რომ ვილაპარაკებთ, ერთადერთი მაგის გავსებას ხედავ გილგამეშსა და ჩვენ შორის. რაც ჩემი აზრით ავტორის შანაფიქრი იყო, მაგრამ ენქიდუსთან აი ეს გზა რაც გავაანალიზეთ, რომ ის წრეები უნდა გაიაროს, მე ეგრე უყურებ ადამიანს, რომ მისი ცხოვრების შეიძლება ხა ცხოველად არ იბადება, მაგრამ კულტურისკენ სulis გზას მე ყველა ადამიანში ვხედავ, რომ აი რაღაცა ურუქი როგორც საკუთარი თავის პოვნა, ალბათ ეგრე, რომ აი მაგზაზე უნდა გაიარო უდაბნოში უნდა დაიწყო, ან ურუქში ვერ მიხვალ თუ უდაბნოში არ დაიწყო თანამედროვე ადამიანმა. და ურუქში თუ დაიწყე, მაშინ არასწორი ან ურუქში არ მესმის თანამედროვე ადამიანმა როგორ უნდა დაიწყოს. ხო. ან ურუქში ხო დაბადებით იწყებ. ურუქში იბადები, პირდაპირ კულტურაში იბადები, ან არის რომ მეფე ხარ და ღმერთმა დაგსვა, რა ღმერთის შვილი ხარ და დაგსვა. ეს თანამედროვე ადამიანში გამოვრიცხე, ხო, და ურუქში დაბადება ნიშნავს რაღაცა ავტომატურად გადახდე გზას, რომელიც მნიშვნელოვანია რომ საკუთარი თავი შეიცნო. და ხო, ზუსტად. და თუ ეგ შესაძლებელია, მაშინ მე არ ავირჩევდი მაგ გზას. მე ენქიდუს გზა მირჩევნია, იმიტომ რომ პერსონაჟებსაც ეთყობათ, რომ გილგამეში გათამამებულ შვილს გავს და ენქიდუ არის თავისით რომ მიაღწია ყველაფერს. აი ძალიან რო გავამართლოთ და ბანალურად. ძალიან კარგი შედარება. რაღაცა ეგრე რა. და მე მგონია რომ გათამამება და ის დეტალი კიდე რომ გილგამეში ამაღლებულია მას მე რაც ენქიდუს შეხვდება. ეგ მერე ცისხარამდე ეპიზოდი რო არის, სანამ ხარი ჩამოვა, ხალხს როგორ შეუნება. აი ეგრე ძალიან მნიშვნელოვანი და ეგ უნდა დავამთავროთ უცებთან. ხო, ხუმბაბას რო ამარცხებენ და მერე ან იდეაში ხუმბაბას და ამარცხებენ, ხო? მარტივად მოკლავენ და ჩამოდიან ბედნიერები. ანუ რაღაცა გილგამეშს, ჩემს და გილგამეშს საკუთარ თავზე რო წარმოდგენა იქნება, ჩემს და გილგამეშს თავს უკვდავად ბრძნობს. აქ არის ხო. ჩემს გილგამეშს გონია რომ შეუძლებელია არსებობდეს მასზე დიდი რამ. კი, ვერ შეგეცინამდე. არა მარტო ადამიანობის კონტექსტით. ანუ სამყაროს მოცვის კონტექსტით, იმიტომ რომ ჩემი აზრით გილგამეშის წარმოდგენით ამ პერიოდში, რა პერიოდშიც ხუმბაბა დაამარცხა, მან გაიმარჯვა სამყაროზე და ის ამაღლდა როგორც ადამიანი. და ნუ მე ეს წარმოდგენა გასაგებია რომ იმ ხურევა რაღაც მიზეზების გამო, მაგრამ ამას ზუსტად ხო ის ეპიზოდი ემის ქალღმერთი ჩამოდის და გილგამეშს ეუბნება რომ ხო არ შეუღლდეთო. ხო. აქ შენ ძალიან კარგი მოსაზრება გქონდა გილგამეშთან დაკავშირებით ის რომ სულიერად რომ ამაღლდება. ხო. ზეგიშმენ. ანუ რეალურად მანდ არის რომ მე გეთანხმები რომ ეგრე გრძნობს გილგამეში, კაი მოსაზრება, უბრალოდ ანუ თან არის რომ ალბათ იმ 1/3 ადამიანობას ვეღარ გრძნობს და მთლიანად ღმერთის იმაში შედის. ღმერთის პოზას ირგებს. პოზა აი სიტყვა იმიტომ მგონია რომ ხელოვნურად აკეთებს ამას და რეალურად ეგრე არ არის. აქ რო დამთავრებულიყო მისი ამბავი, ჩვენ დღეს გილგამეშზე არ ვილაპარაკებთ. არავის არ ეცოდინებოდა, თავარი არის რომ ის მიდის მეერე იქ სამყაროს კიდეში. რაც შეეხება იმას რომ ქალღმერთს უარს ეუბნება, ეგ კარგად აქვს კიკნაძის ახსნილი მითოლოგიიდან. ანუ თვითონ ურუქი დგას იმ მითოსზე, რომ ქალღმერთმა იშთარმა შეიუღლა წემსი ადამიანი თუ მუზიერმა თუ სწორად მახსოვს და მოკლედ ასეთი და ამის შემდეგ ეს თუმუზი გადმოდის და სახლდება ურუქში წემსი მეტაფორა ხალხის წემსის და კაისა მითოსიდან გილგამეშსაც წემს უწოდებს
თან უწოდებს აქადელი პოეტი. და ეს უარს რო ეუბნება, რეალურად ეს ტრადიცია პირველი ღამის საკრალური ქორწინების ტრადიცია მოდის მაგ მითოსიდან, რომ ღვთიური საწყისის ადამიანი და ჩვეულებრივი ადამიანი, ოღონდ ამ შემთხვევაში ქალი იყო ღმერთი და აქ კაცი ადამიანი, აქ პირიქით არის გილგამეში ღვთაებრივია და ჩვეულებრივი ახლად დაქორწინებული ქალი ადამიანური, ამათი შეუღლება განასახიერებს ამ ღვთაებრივ მითოსს. და როცა გილგამეში იშთარს უარს ეუბნება ქორწინებაზე, ეს ნიშნავს, რომ ის ისევ იმ პოზიციაზე დგას, რა პოზიციაზეც დადგა ენქიდუს გაცნობის შემდეგ. ანუ ფეხი რო კართან ჩაუდგა და აღარ შეხვიდეოდა უარი როცა თქვა ამ ტრადიციაზე, ახლა ისევ ტესტავს მას ქალღმერთი, აბა ეხა თუ დაუბრუნდეთ ისევ იმ წყობაშიო და ენქიდუს შეხვედრამ ზუსტად ეგ გამოიწვია, რომ გილგამეში ამ მორალურ პოზიციას არათუ იწყებს, არათუ შედგება მორალურ პოზიციაზე, არამედ ინარჩუნებს. ხო, ორი ძალისხმევა ჭირდება, რომ ერთხელ დაიწყო, მეორეჯერ მრავალჯერ შეინარჩუნო. ამ გამოცდას გილგამეში აბარებს. ანუ ის მორალურობის და ეთიკურობის გზაზე კიდევ უფრო ზემოთ ადის. ასე შეგვიძლია რომ ვთქვათ. ხო, ეგ მაგაში მოყვები. უბრალოდ მან ერთი განსხვავება მგონია, რომ სადაც მაგას ენქიდუ აკეთებს ბუნებრივად თავისით და არა სიამაყის გამო. მე მგონია, რომ აქ გილგამეში ამას სიამაყის გამო აკეთებს მაგას, ანუ ამაღლება, მორალური პრინციპების ამაღლება, მე მგონია მის ბუნებაში გამოიწვია იმან, რომ გილგამეში საგრძნობლად წინ წავიდა ადამიანებთან შედარებით, ცივილიზაციასთან შედარებით, ის წინაა წაწეული. შესაბამისად ის რაღაც კულტურული ფენომენები, რაც აქ არსებობს, ამათზე ამაღლებულია, ამიტომაც მას არ უნდა ამაში გარება. მე ეგრე მგონია. შენთვის ის უკვე გრძნობს, რომ მას ღმერთსაც შეუძლია უარი უთხრას და ამიტომ ეუბნება უარს. ხო, მგონია რომ სწორი იქნება გილგამეშისთვის, ან მისი ამაღლებული ბუნებიდან გამომდინარე, ან იმ ბუნებიდან გამომდინარე, რომელმაც ძლია უამრავ რაღაცას, თუნდაც ხუმბავას, თუნდაც წინარე რაღაც ისტორიებს, რომ ძლია იმ ყველაფერს. იმდენად ამაღლებულია, რომ მან უარი უნდა უთხრას თავის თავიდან გამომდინარე ამ ყველაფერს, რაღაც კულტურულ ფენომენებსაც და რაღაც ღმერთისგან ჩანერგილ რაღაც აუცილებლობებსაც თუნდაც. ანუ ჩემი აზრით გილგამეში აქ ფიქრობს, რომ ღვთაებრივი დეტერმინიზმი შეიძლება გაქცეოდა და მისი ბუნებრივი მდგომარეობა მიეღწია ისე, რომ გამოეხატა თავისი ნებასურული სამეფო. ღვთაებრივი დეტერმინიზმს გაქცეოდა, კაი იდეა, გავიგე და საინტერესოა კი. და შენ მაგაშიც მოვყვე. შეიძლება არ ეწინააღმდეგებოდეს ეგ ორი იდეა ერთმანეთს. ისიც არის რომ მორალურობას ინარჩუნებს და ისიც არის რომ თან ისეთ მაგარი ტიპად გრძნობს თავს, რომ ღმერთს უარს ეუბნება ქმრობაზე. ხო. თან მანდ არის რომ ჩამოუთვლის მანამდე იშთარს ვინ ქმრები ყავდა და მათი და რაც უქნა რა ყველამ ტრაგიკულად დაასრულა, ცუდად დაასრულა ტრაგიკულად შეიძლება. 6 იყო მათი რიცხვი. მე-7 არის გილგამეში. და ესეც შეიძლება იმ ღამის არ იყოს საკრალურ რიცხვებში გავიყვანოთ, რომ მე-7 არის გილგამეში და ის ახერხებს იყოს მე-7 და იყოს დამმარცხებელი, იყოს უარმყოფელი აი ამ ყველაფრის და რაცა წესრიგს რო გადაუხვიოს, ხო, ამოხტეს მინდა რაღაცა წრიდან. მან ერთი ამაზე ამბობიდან კიდე მგონია ეგ, რომ შეიძლება გილგამეში აქ უარს ენქიდუს გამოცვალებს. რომ ისეთი ემოციური მიმართება აქ, ისეთი მძლავრი ემოციური მიმართება აქ ენქიდუსთან გილგამეშს. ну არაქალვაჟური გასაგებია, მაგრამ მაინც ემოციური სიჭარბე არის ამ მიმართების, რომ გილგამეშს არ უნდა ისეთ რაღაცაში გაერიოს, მით უმეტეს როცა იცის, რომ რაღაცა ქალღმერთის წარსული ესეთია, 6 კაცი გაუბედურა და მე-7 შეიძლება თვითონ იყოს და თვითონ ყავს უკვე ადამიანი, რომელთან ერთადაც ბედნიერია, გასაგებია ძმაკაცობაში, მაგრამ ბედნიერია. მე მგონია, რომ შეიძლება ეგ ელემენტიც იყოს, რომ აი ესე დადგეს გილგამეშს და თქვას, რომ არ მინდა მადლობა, მე ჩემი გზა ვიპოვე, ჩემი ცხოვრება ვიპოვე, ენქიდუ აგერ ჩემი ძმაკაცი, მოძრაობთ ერთად, რაღაც ვირტუობით ერთად, მომარცხებთ ხალხს ერთად და არ მჭირდება. მორჩა. ხო, კი, საინტერესო რაღაცა, კი. ანუ ერთი მხრივ შენ თუ აირჩევ, რომ ვიღაცა აი შეყვარებული რო ყავდეს ძმაკაც, რომ იმდენ ყურადღებას რეაქცია თანამედროვე კონტექსტში ეგ არის რა, რომ იქ ის თავგადასავლება აღარ გადახდება, თუ ესწავლა და ქალღმერთის ქმარი გახდება. იმ მიზეზების გარდა პლუს ეგეც არის, რომ ენქიდუ. თან ენქიდუ ხო უფრო ამის გილგამეშის შემავსებელია რაღაცა, მე ეგრე ვხედავ, რომ ეხმარება და ალბათ ამასაც გრძნობს და მაგითო ეუბნება. თან ეს მდგომარეობა ჩემი აზრით ორივე სიამოვნებს, როგორც ერთმანეთის მსგავსთან რაღაც თავგადასავლებში წასვლა.
არა მარტო თავგადასავლები ზოგადად, მაგრამ ეს განსაკუთრებით. კი. მე მგონია რომ ვერც ერთი ვერ ამაღლდებოდა, როგორც შენ აღნიშნე, ერთმანეთის გარეშე ვერ ამაღლდებოდა. აი რას იმას მოსდის, აუდას რას მოსდის, რაღაც რომ ამაღლდება რაღაც ნეობრივ ჩვეულებებს და მარტო საკუთარ თავს აღმოაჩენს, შეიძლება გილგამეშსაც და ინკიდუსაც შეიძლება კი არა, მე მგონია რომ ეგ ემართებათ ორივეს რა ამაღლდებიან. ანუ ის თავიანთ ბუნებაზე. გარდამტეხი მექანიზმი არის შენი მსგავსის თანახმად შეხვედრა მასთან, ხო? და მაგის გარეშე შენ გააგრძელებდი ისევ ისე. მე ძალიან ჩვენი ენაზე რო ჩამოვაყალიბოთ, მე ესე ვიტყოდი მაგას, რომ როდესაც ხედავ შენნაირს, შენ გეძლევა საშუალება, რომ გამოხატო საკუთარი ნამდვილი თავი. იმიტომ რომ თუ ის შენნაირია, ესე იგი ვალიდურია იყო როგორიც ხარ და მაქსიმალურად გამოავლინო ეს ყველაფერი. მე მგონია რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საკუთარი საკუთარი მსგავს აღმოჩენის ეგ არის. რომ ვალიდურობას აძლევს საკუთარ არსებობას. მან მეორე მხრივ როგორ ხედავ ანუ საპირისპირო მდგომარეობას, როცა შენ მსგავს დაინახავ და შენი ვიღაცა ისე მოგეწონება, რომ შენი პიროვნება ჩაყლაპოს მან. ანუ არათუ მსგავსი რო გამოჩნდება და თქვენ ერთმანეთს ავსებს. არავინ აი მოდი მეორე მხარეც თქვათ, რომ კი მსგავსები ხართ, მაგრამ ამის მეორეს ენერგია იმდენად გჯობნის, რომ ეს გითხრევს და მსგავსები მთლიანად იმას. აი მაგალითად გილგამეში რომ მთლიანად ენქიდუ გამხდარიყო. ხო. ეგ უარყოფით მხარეს ვერ ხედავ? კი, არა, ეგ მესმის. მან ბალანსს ათხედავ მსგავსის. მე მგონია რომ მე შეუძლებელი მგონია სიმართლე რომ ვთქვათ მსგავსის დანახვა ისეთ ადამიანში, რომელიც ენერგეტიკით ეგრე ძალიან ჯობნის. ანუ ენერგეტიკული თანასწორობა რაღაც მომენტში თუ ვერ შედგა და რომელიღაც ის რაღაც როგორც იტყვიან აურა. ხო. წლია მეორეს და მიმსგავსების სლავრი მიმსგავსება გადავიტანა მე ეგეთი სიტუაცია ვერ მგონია რომ შედგება. ანუ უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი მგონია საკუთარი თავი, საკუთარი მსგავსი დაინახო ისეთ ადამიანში, რომელიც შენზე იმდენად მაღლა შეიძლება იდგეს, რომ მისი ნაწილი გახდე. და არა მისნაირი. მან შეგვიძლია ვთქვათ, რომ წინ ეს შეხვედრის მომენტამდე ეს ორი ადამიანი, ამ შემთხვევაში გილგამეში და ენქიდუ, ისეთ გზას გამოივლის, რომ შეხვედრის მომენტში უკვე არიან მსგავსები. და არა იმ მომენტში დაინახავდა და რომ მსგავსე, ეგ სხვა იდეა, ეს სხვა იდეა. ხო, ანუ გილგამეში ენქიდუ, იმან თავისი გზა გაიარა, ამან თავისი გზა, ამას მისი პლუსები აქვს, ამას მისი პლუსები და ერთმანეთის შეავსეს. ხო, ეგ მგონია მე ზუსტად კი. ენქიდუს რო ის გზა არ გაიარა ქალაქამდე, გილგამეში დაინახავ და მე მეეჭვება გილგამეშს მასში რამე ისეთი. შეუძლებელია რომ ხო დაინახა რომ ეს ჩემი. შეხვედრა იქნებოდა შეიძლება საერთოდ ჩაიარა ერთმანეთის. გილგამეში იყო და ეს რა ველური ვიღაცა. ხო, და რაღაცა გააგდეთ რუკი. ან გილგამეში რო ის მეთობის გზა არ გამოიარა. მოგასაგებია ტექსტი არ გვაქვს, მაგრამ ხო ნაგულისხმები ის მოგზაურობა რომელიც მოუწია. რო არ გაიარა, ენქიდუ შეხედავდა და იტყოდა ეს რა. კედმაღალი ვიღაც კაცი ყოფილა. ხო. აი ხა გადავიდეთ თავარ ნაწილზე. ჩემი აზრით თავარ ნაწილზე. მოკლედ ჩვენ ვთქვით რომ ღმერთები გადაწყვეტ ეხა ამათმა ხუმბაბა მოკლეს ცისხარზე ვილაპარაკეთ. ცისხარზე არ. ცისხარზე არ ვილაპარაკეთ. ხუმბაბას შემდეგ კლავენ ცისხარს რომელიც გამოუგზავნა ამ გაბრაზებულმა იშთარმა რო არ გაყვა ქმრად. ეს ბიჭო ძალიან მე ძალიან მომწონს ღმერთებთან რომ მიდის იშთარი უცებრივ რა. ღმერთებთან მიდის ეს კაი და ეუბნება რომ გილგამეშმა შეურაცხყოფა მომაყენაო რა და ანუ ეხა ეს ცისხარიო მომეცით ეს ხარიო უნდა გაუგზავნო. ანუ ზომბი აპოკალიფსი დავიწყებ. ანუ პირდაპირ მაგას ეუბნება რომ მკვდრებს წამოვაყენება და მკვდრებს გავაბატონებ ადამიანებზე და ძალიან მე ზომბი აპოკალიფსი მომწონს და ძალიან მესიამონა. ზომბი აპოკალიფსის კუთხით არ შემიხედავს და ой ძალიან მომეწონა რაღაც რო კითხო რამდენი 1000 წლის ტექსტს რო კითხო და უკვე იქ რო რაღაც იგეცხი და ძალიან სახალისო იყო ჩემთვის. ხო მე ნუ ცისხარს დაამარცხებენ მე ხო, ნუ ცისხარს დამარცხებენ, მან დახა საკუთარი არაფერი არის, უფრო შურისძიების მიზნით გამოუგზავნეს, რომ ეხლა ისინი ძალიან გადავიდნენ თავზე და მოდი ცოტა დავატოვებოთ. ნუ ვერაფერის ვერ უკნეს, მან ენქიდუმ დაიჭირა კუდით და ამან რქებს შორის გილგამეშმა ჩაარტყა მახვილი. და მოკლეს. და ამის შემდეგ არის რომ ღმერთები გადაწყვეტენ, რომ ერთ-ერთი მოკვდეს რა, ხო ეხლა ძალიან გახვედით. მაგრამ ძალიან გახვედით თავზე, ჩვენ ვართ ღმერთები, თქვენ კი არა და ეხლა ამათ შორის ერთ-ერთი უნდა მოკვდეს. და ეგ ერთ-ერთი ხდება ენქიდუ. ამას როგორ იგებს? სიზმრით აქაც სიზმარი ყველაფრის რაღაცა წინასწარ ძირითადი მოვლენების წინასწარ განჭრედას კითხველი ახერხებს სიზმრით პირდაპირ ენქიდუს ეს იზრება რომ უნდა მოკვდეს ხო ალბათ ვიცები თქვი ტექსტი რო არ ქონდეს იდეაში მხოლოდ სიზმრები რო ქონდეს მაინც გაიგებ ტექსტი რაზე ანუ თუ კარგი კითხველი ხარ და სწორად შეგიძლია სიზმრის ცნება ამოიკითხო
ანუ ამ რაღაც ამბების მოყოლის გარეშეც ციგნებით მიხვდები რა ხდება ტექსტი და იქ დეტერმინიზმის ელემენტი არა. მარტო ეგ ფრაგმენტები რო აღმოჩენილი იყო რაღაცას გავიგებთ მოიჭროს. ლიტერატურულად შეიძლება არა, მაგრამ ამბავს გავიგებთ. აუცილებლად. ხო. სინამდვილეში იგებს ენკიდუ. სისმაში იგებს და მე რა რეაქცია აქვს ენკიდუს შამხათის მიმართ. ეს არის აუცილებლად სანამ მოხდება, მანამდე უნდა განვიხილოთ. კი, და ძალიან ეს არის განრისხებულია, ხო? კი, რომ გვდება. რას შემომიყვანი ამ რუქში, ვიყავი უდაბნოში ჩემთვის ცხოველად და რა გინდოდაო და წყევლის. პირდაპირ ესე კაცი, რომელმაც ხუმბაბა დაამარცხა და ეხლა შეიძლება ჩვენი კულტურული კონტექსტიდან არის კაცის მიერ წევა მიუღებელი და მაგითო ვამბობ ესე, მაგრამ წყევლის მოკლედ შამხატს. მაგრამ შემდეგ თუ არ ვცდები შამაში ერთ-ერთი ღმერთი მოუბრუნდება და ეტყვის რომ რატო წეული ამ შამხატმა შენ გაგაადამიანა, ადამიანად გაგხანა და მე დაფიქრდება და უი მართალიაო და მე ლოცავს. ხო. და აქ და მან არის კაი ციტატა კიკნაძის. შეიძლება ამოღებული აქვს იმით არ მახსოვს. მოგეთ თარგმანი უეჭველი კიკნაძის არის. ადამიანად სიკვდილის უპირატესობაში დარწმუნებული. ხო. აი ხა მოვაპაროთ ამას. ადამიანად სიკვდილის უპირატესობაში დარწმუნდა და მე ლოცავს შამხატს რომ მადლობა რომ ადამიანად მაქციო. რას ნიშნავს ადამიანად რატო არის უპირატესობა? ბიჭო მე არ ვთვლი რომ სიმართლე რომ თქვა მე არ ვთვლი რომ ეს უპირატესობა არის. რატო? ან მესმის ენკიდუს გადმოსახედი აქ რაც არის იდეაში ენკიდუ არ მგონია რომ იმიტომ ლოცავდეს რომ ადამიანური სიკვდილით გვდება. ანუ მე მგონია რომ ენკიდუ აქ იმისთვის ლოცავს რომ გამოიარა გზა უბრალოდ. ანუ ჩემი აზრით ენკიდუსის მნიშვნელოვანი იყო ეს გზა, იმიტომ რომ თვითაღმოჩენის გზა იყო და ეს სიკვდილი მისთვის კარგია, მაგრამ აი ნებისმიერი სხვა ურუქ ქალაქის რაღაცა მოსახლე რომ მომკლარიყო ასეთი სიკვდილით. ის იმისთვის დასალოცი იქნებოდა ესეთი სიკვდილი, ანუ ეგეთ შეკითხვა არ დავსვათ. ანუ აქ ცხადია, აქ იგულისხმება რომ ცხოველი იყო, ადამიანი გახდა და მაგით ლოცავს. ხო, მაგრამ იდეაში რა ურუქ ქალაქში გასაგებია რომ ცხოველები არ იბადებიან, ადამიანები იბადებიან იგნეშში. ანუ აქ ადამიანური სიკვდილი ხო შეგვიძლია გავიგოთ როგორც ცივილიზებული არსების სიკვდილის 엘ემენტი რა. ანუ რაღაცა მადლობა იმისთვის რომ ვებხვად არ დავიბადე, არ მომიწია რაღაცა გავკიდებული ვიღაცას და რაღაცა მეჭამა ვიღაცა. მაგრამ ეს ენკიდუს კონტექსტში მესმის და სწორი მგონია ენკიდუს კონტექსტში, მაგრამ მე ზოგად კონტექსტში არ მგონია ის წინადება სწორი რომ მადლობა რომ ზოგად კონტექსტში როგორ შეიძლება რომ ანუ მე და შენ როგორ შეიძლება რომ მაგის გამოცდილება გქონდეს რომ შევატაროთ. ენკიდუს ხო ქონდა ეგ ცხოველი ცხოველი ვერ გვექნება შესაძლებელი. მაგრამ შენი აზრით ეს კიკნაძე მიგულისხმება რომ ზოგადად თუ მარტო აი მე ენკიდუს კონტექსტში მგონია ეს მინიშნება ენკიდუს სწორი მგონია. ანუ ცნების თვალსაზრისით მიუღებელი. ცნების თვალსაზრისით უბრალოდ. ანუ ათანაკ იგულისხმება სიკვდილის მომენტი, ხო ადამიანად ცხოვრება ხო არ უწევია სიკვდილის მომენტი. სიკვდილის მომენტი რატო არის ადამიანად უპირატესობა, ანუ რამის აანალიზებ? მე მგონია ენკიდუ მე მგონია რომ აანალიზებს. რომ მან მოახერხა დაიძლია რაღაცა მასში არსებული ცხოველური ბუნება, მიეღწია რაღაცა მორალურ გრანზე, მორალური საფუძველი ჩაეყარა საკუთარი თავისთვის, ეცხოვრა ამ თავისი მორალური პრინციპებით, გამოეხატა ეს ყველაფერი და შემდგომ მომკვდარიყო. ანუ ერთგვარად სასიამოვნო ცხოვრების მერე სასიამოვნო რეალიზებით კვდება, რომ უი კი მე ადამიანი ყოფილვარ, ოღონდ რაღაც პროსტა ცივილიზებული ადამიანი კი არა, ის რომელიც თვითრეალიზების გზას წარმატებით გაუყვა. ამ კონტექსტში სწორი მგონია. ანუ შენთვის სიკვდილი არის ის, რაც ანახებს მის ანუ მოაბრუნებს სიკვდილი და ანახებს რომ აი შენი გზა. ხო, არის შენთვის. კი. ანუ შენ როგორც ადამიანი მოხვედი აქამდე. მე მგონია რომ სიკვდილში ეგ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომ თუ უკან მოტრიალების შანსი გაქვს და იმის თქმა რომ მე აქამდე მოვედი, შენ ბედნიერი მოკვდები, მაგრამ თუ არაფერი გაქვს სათქმელი რომ მე აქამდე კი არა არსად არ მიხსოვარ კაცო დავიბადე და მოვედი პროსტა არაფერი არ გამოვლია, ეგ მე ეს რაღაცა დასალოცი სიკვდილი არ მგონია რა. ხო. ანუ აი უცებ ვიტყვი რომ აი სიტყვაზე ძალიან ბევრი პარალელი კი გამოდის მაგეთკენ, მაგრამ ალუდა სიკვდილის წინ ჩემი აზრით ითხოვდა, ანუ ალუდა რომ უცალთა შემხდარიყო და ეგეთი რეაქცია რო არ ქონდა სიკვდილის წინ ჩემი აზრით არაფერი ექნებოდა სათქმელი. მაგრამ ახლა სათქმელი აქვს რომ მე რეალიზება მოახერხე საკუთარ თავთან სათქმელს. ხო, ზუსტად. სიკვდილის წინ საკუთარ თავთან სამადლობელი, აქ ხო ღმერთის თანმადლობა იდეაში ნიშნავს საკუთარ თავთან მადლობას და საკუთარ თავთან აქ სამადლობელი აქ ენკიდუს იმიტომ რომ გავიარე ეს, როგორც რაღაც ალუდას ექნებოდა, იმიტომ რომ მე დავინახე ვიღაც. მე დავინახე სამყარო ისე და მე გავხდი ისეთი ადამიანი, როგორც სწორი მეგონა, როგორც მისაღები მეგონა. და ენკიდუ ამას მთელი ტექსტის მანძილზე ავლენს.
ავლენს თუნდაც გილგამეშის გაცნობის ეპიზოდში ფეხს რო უდგავს პირველ ღამის ავთქმების წინაშე, ხუმბაბასთან ჯერო წინააღმდეგ რომ მოდი არ გვინდა, მაგრამ მე მაინც რომ მეგობარს მიყვება, იმიტომ რომ იყოს მასთან პრინციპები, რომელიც მას აქვს მორალურად, ყველაფერს ავლენს. ანუ საკუთარ ცხოველურ ბუნებაზე ზნეობრივად ისე ამაღლდება, რომ უპირატესობის განცდა არ ექნება, არამედ მადლიერების განცდა ექნება. ხო. და მე ჩემი აზრით შეგვიძლია რომ ვიგულისხმოთ მაინც ადამიანურ კონტექსტშიც ეგ ანუ საკუთარ გამოცდილებასთან გავაიგოთ. იმ გაგებით რომ და ეგ შენ რო ალუდას პარალელი მოიყვანე, მაგაზე ჯდება, იმიტომ რომ ალუდა პირდაპირ ადამიანად დაიბადა, მაგრამ აქ მე მგონი უფრო მეტაფორულად შეგვიძლია ვიგულისხმოთ როგორც ადამიანი რომელიც დაიბადა ადამიანი შეგვიძლია ურუქში დავადებულიც წარმოვიდგინოთ ენქიდუს გზაზე, ოღონდ უფრო სულიერი გაგებით, ხო? რომ თავიდან რაღაცა გაუდაბნოებული, უდაბნოში, ანუ მკაცრიელ ადგილში არ არის განსრულებული ეს ადგილი, სადაც ცხოვრობს, ამ შემთხვევაში სულიერი მდგომარეობა ადამიანისა და ნელ-ნელა მიიწევს. აი ამ რაღაცა ენქიდუს გზა რო ცხოვრები ჩვენი ცხოვრების გზაზე გადმოვიტანოთ, მაშინ შენი აზრით ჯდება ჩვენ გამოცდილებაში. იმიტომ რომ როცა მოიხედებ უკან, შენიშნავ რომ შენ შამხაც მადლობას ეტყვი რომ მე ადამიანად გამხადე და ეგ შამხათი შეიძლება იყოს არ ვიცი რაღაცა სინდისი, ჩამოყალიბების პროცესი ან ის საქმეები რომლებიც ჩვენ სწორად მიგაჩნიან. ხო რა ძალიან ისე ადამიანურად დავიყვანე ყოველდღიურ ცნებამდე ხა იგი. მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გვეთქვა რომ ადამიანის სიკვდილის უპირატესობა კაი იქნება თუ ესე ახვალ და იფიქრება რა რაღაცნაირად ცოტა უცნაურია და უცხო შესიტყვება. კაი. მე ეგ უპირატესობა თუ გაქვს, მე მგონი რომ ბედნიერი კაცი ხარ. სასიამოვნო უპირატესობის განცდა. ხო. ოღონდ საკ ფორმაში. მაგ განცდაზე გადავიდეთ ახლა ზუსტად სიკვდილის. კი. ადამიანად სიკვდილს რა მოსდის გილგამეშს მას შემდეგ რაც კვდება ენქიდუ. მისი მსგავსი კვდება და რა ემართება. კარგად აღწერს რომ თითქოს პირველ სიკვდილის სცენა იყოს, რომ აქაც 7 ღამე არ დაიჭირებს თუ რაღაც ეგრე ხო. ეს რა ხო 7 საგრადულად სანამ ნესტოებში მათი არ გაუჩნდა იქამდე არ დამარხავ ეგეც. ანუ დატირების სცენა არის, ხო? რითი არის მნიშვნელოვანი დატირების სცენა? აი პირველ მკვდარი რო ახსენე, თითქოს პირველი ადამიანი იყო, ვინც მოკვდა ისე გლოვობს და ისე ტირის გილგამეშიო წერს კიკინაძე. ზურაბ კიკინაძე. და ეგ რატო არის მნიშვნელოვანი? გილგამეში იწყება სიკვდილის ცნების შემოსვლა. აქამდე თუ ამბობდა რომ მე სხვათა შორის ხუმბაბას სანამ დაამარცხებენ, მან ენქიდუს ეტყვის რომ შეეხე ჩემს ასე მე მოსასმელზე უთხრა და შენ გაგიქრება სიკვდილის შეგრძნება. ანუ აქამდე ის ვერ გრძნობდა სიკვდილს, თავი მაინც ესე უყდავი ეგონა და ამის შემდეგ როცა ხედავს რომ აი ენქიდუ რომელიც ეხლა ჩემთან ერთად იყო და რაღაცა ხუმბაბა ერთად მოვკალით, სისხარი ერთად მოვკალით და ჩემი მსგავსი ეს მოკვდა, მე მგონი მეც მოვკვდები. და ეს ხო სული ცოდა, მაგრამ ამას იაზრებს ეგზისტენციალურად რა. და არის ისეთი დატირების სცენა, რომლის მეტიც წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება მკვდარი იმაზე მეტად დაიტირო, ვიდრე გილგამეში ტირის ენქიდუს. მან შენი აზრით გილგამეში უფრო ენქიდუს ტირის თუ საკუთარ მკვდარ მდგომარეობას მომავალში დასტირის. რომელი უფრო მეტია? უფრო გილგამეშის სიკვდილი ატირებს თუ უფრო საკუთარი თავი მკვდარ მდგომარეობაში მომავალში? მე მგონია რომ მან მეორეა უფრო მეტად ამ შემთხვევაში. ოღონდ მეორე რა ცოტა ეგოისტურად გამოდის, მაგრამ კი, ოღონდ მე მგონია რომ სიკვდილის პერიოდში ან ენქიდუს როგორც საკუთარ თავს ისე უყურებს, ან მისთვის იმდენად გაიგივებული არის ეს მსგავსება საკუთარ თავში და ენქიდუს მსგავსება. ერთ ადამიანად წარმოუდგენია, ოღონდ ენქიდუ სხვა სხეული წარმოუდგენია საკუთარ თავის. და მე მგონია ეს ტრაუმატული რეაქცია სიკვდილთანაც მაგიტო შემოდის ესენძლავრად. რომ უი ბიჭო, თუ ისეთი ადამიანი მოკვდა, ვინც ჩემი თავი აღონ სხვა სხეულში, მეც ვკვდები და ეხლა უნდა დავიტირო ჯერ ის სხეული, რომელიც მიყვარს, მე კი სხვა არის, მაგრამ ჩემიანი მიყვარს. და ამავდროულად მე ვხედავ ჩემს სიკვდილსაც ამ ყველაფერში და მე მგონია რომ ეს გაიგივების ელემენტი იმდენად მძლავრია, რომ მე ეს ეგოიზმის ნაპერწკალი ეყრება აქ და მაგიტო საკუთარ მომავალ თავს უფრო დასტირის. არ მგონი იმ ხელმოგზაურობაზე წასულიყო, ეგ მეორე ელემენტი ეგრე მძლავრად რო ყოფილიყო მანდ. და სად მიდის? მიდის სამყაროს კიდეში, ხო? ანუ რო წარმოიდგინო, რავი,
დედამიწა ხელა სადმე სხვა ქვეყანაში რო წახვიდე და ეს მიდის სამყაროს კიდეში. იმის იქეთ რომ არაფერი აღარ არის და ნამყოფიც რო არავინ არ არის. აი ეგეთ ადგილას. ან ბევრი რაღაც შეხვდება. გზაზე ყველაფერს ვერ მოყვებით. უბრალოდ არის რომ გაივლის ორ მთას, სადაც დგანან მორიელ კაცები, ღრიან კაცები, რომლებიც აკონტროლებენ მზის ამოსწორზე ჩასვლას. ანუ სამყაროს კიდეს ცდება ადამიანური გაგებით და მიდის უთანაფიშტის. ვინ არის უთანაფიშტი? უთანაფიშტი ერთადერთი უკვლავი ადამიანი აღმოჩნდა ამ ტექსტში და ხო. ხო. ნოე არის, ხო? ამათი გილგამეშენის ნოე არის. მაგის ნოეთ გახდომის ეპიზოდიც ძალიან საინტერესოა. იქაც სიზმრის ეპიზოდია, რომ წარმოუდგა უნდა მოუვლინოს კაცობრიობას ღმერთებმა და ეს უთანაფიშტი არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც დაესიზმრება რომ რაღაც წარმოუდგა უნდა იყოს ღმერთი ამ სიზმარში ეთქვის რომ შენ რაღაც იცოდე ეს წინასწარ და აშენე ხალხი დაგიხმარება იმიტომ რომ ხალხს ენდომება რომ შენ მოშორდემად და აშენებინებენ ადამიანები ამ იმას გემს გადარჩება და ღმერთები ჩამოვიდნენ მასთან და იტყვა რომ შენ ახლა რაღა გიყოთ შენ დარჩი ცოცხალი და რა გიყოთ მოდი უკდავს გაგხდით და მოგცემთ მისცოლთან ერთად ხო შენ ცოლთან ერთად და დადიმოთ და ამას უყურება გილგამეში ზუსტად იგივე ისტორია რაც ბიბლიური დაახლოებით აზრის გაგებით და სხვადასხვა დეტალების გაგებითაც ბევრი რაღაც ემთხვევა. უბრალოდ აქ ჩვენ ახლა სიკვდილის კონტექსტში ვსაუბრობთ გილგამეში ეძებს უკუდავებას. გილგამეში უნდა რომ გახდეს უთანაფიშტისავით. იქ სხვადასხვა ეუბნება რომ რაღაცა მსგავსებას მომჩნეო ჩემს და შენ შორისო. ანუ ეგ თან ის არის რომ ეს უფრო 2/3 ღმერთია და ის სრულიად ადამიანია და ეს წარმომავლობით უფრო მეტი არის ალბათ ვიდრე უთანაფიშტი. და ამას უნდა. მაგრამ უთანაფიშტი ეუბნება რომ აი მე ეს გამოვიარე, ეგეთი მომენტი ჩამივარდა რომ ღმერთები შეიკრიბნა და მე მომწეს უკუდავება. შენ აზრი არ აქვს, ვერ მოიპოვო უკუდავებას. ამაზე არ ნემდება გილგამეში, მაინც უნდა რომ გაუკუდავდეს. და მე რა გამოწვევას უწესებს უთანაფიშტი, ეგ არის საინტერესო, რომ მოდი ახლა შენ 7 დღე თუ გაკაჩავ, ისე არ დაიძინო. ძილს დაამარცხებ, ძილი ხო რეალურად სიკვდილის განსახიერებაა, რომ ჩვენ ღამე ვიძინებთ, დღე ვდგებით სიკვდილს სიცოცხლე. დაამარცხე და მე ვილაპარაკოთ ესე ვთქვათ. დააძინებს და გავა 7 ღამე ძინავს ხადია გილგამეშს და შემდეგ არის რომ როცა გააღვიძებს გილგამეში ეტყვის რომ აი ერთ წამი ჩამეძინა და გამოგვიძაო. ეგ შენი აზრით უფრო ის არის მოიტყვა თუ მართლა ეგრე ეგონა შენ? მე მგონია რომ მართლა ეგრე ეგონა, ჩემი აზრით გილგამეში ვერ წარმოიდგენდა რომ ვერ დაძლევდა რაღაც ძინაყოფას. ანუ მე გეკითხები მართლა ერთი წამი ეძინა ეგონა თუ მე მგონია მართლა ეგონა რომ ერთი წამი ეძინა, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ გილგამეში ეგ წარმოგვიდგენა ქონდა რომ რამის ვერ გადალახავდა. აქ ისიც უნდა აღნიშნოთ მნიშვნელოვანია რომ ეს მოგზაურობა რაც გაიარა უთანაფიშტამდე ხო ერთადერთი სულიერი მოგზაურობა რომელიც მოუწია. მაგამდე ყველა რაღაც მოგზაურობა იყო, მოგზაურობა რა ანუ ეს? გზა ხო. ყველაფერი ფიზიკური ძალისხმევას მოითხოვდა და ეს მოითხოვდა ემოციურ. მე ხო ერთადერთი არის რაღაც ვერ გადალახა ემოციური ძალისხმევა ვერ მოიკრება იმდენი რომ გადაელახა ეს ყველაფერი. მე მგონია რომ უბრალოდ ბუნებრივად ეგონა, არა, მგონია მოითხოვებინა. თუმცა უკდავ ადამიანთან რომელიც შეიძლება უკდავება მოქცეს არ მოითხოვები. მაგრამ თუ იტყუები, ეგ საბაბია რომ უკვლევა არ მოგეცეს. ხო, მაგრამ თუ უკვე ჩაგეძინა მაინც ვერ მიეღო. ხო, მithumed. მე მგონია რომ ცოტა შეიძლება ადამიანურმა მხარემ ერთმა მესამედმა წაზლია და ანუ რანაირად შეიძლება 7 ღამე გეძინოს და ვერ მიხვდე რომ ანუ ერთი წამი რანაირად შეიძლება რომ გეგმოს ეგ. ძალიან ადამიანურებმა არ ვიცი, მე მგონია რომ ცოტა უფრო ტყუილის მხარეს წავიდა რა, მოატყუა უთანაფიშტი. მაგრამ იმან მაგიტოა იქ რომ წინასწარ თითო დღეზე რომ კვერს უცხობს მისი ცოლი და თან აწერს რამდენი დღე ეძინა, მგონია რომ იზღვევს ტყუილისგან თავს. ხო. თორე ხა სულ ხوار დაადგება თავზე და მაშინ რეაქცია როგორიცაა ამ კვერებს რო ხედავს? ანუ ახლა შეშფოთების რეაქცია აქვს მართლა რომ უი მართლა. და ეგეც ხო. მაშინ ეგეც ამერიკაში იგივე ჟანრში უნდა გავიდეს. ოკეი, მესმის ხო. ეგ ვალიდური არგუმენტია, იმიტომ რომ გაუკვდავის ელემენტის ვერ მიღების ამბობს უფრო ადასტურებს რომ ადამიანია და ადამიანი უკუდავებას ვერ მიიღებს. ხო. ხო, შენ არგუმენტი. და ეგ რო დააჯერა რომ აზრი არ აქვს. მე ეუბნება რომ სიჭაბუკის ბალახს რომელსაც რო შეჭაბუკდები, წლები დაგიბრუნდება, იმის ადგილს მიგასწავლია და ეტყვის რომ აი ოკეანის ფსკერზე ჩადი, გამოგლიჯე და წაიღე და წადი ურუგში. იზამს მაგას წავა, თუმცა თქვით რა მოვა თუ არ გვითხოვს უდაბნოში ყოფნისას
დაინახავს წყაროს, დაეწაფება და ამასობაში გველი მოპარავს ამ სიჭაბუკის ბალახს, ახაც ბიბლიური ვისარი მსგავსება ძალიან და შეჭამს ამ სიჭაბუკის ბალახს და ამის ნიშნად ტყავს გამოიცვლის. ანუ ახლა გველის ტყავით დავინახეთ, მე უეჭველი გამახსენდება ამის მერე. და ეგ რას ნიშნავს, რომ აი შენი აზრით რომ რა დაუშვათ, როცა პარავს რანაირად შეიძლება რომ სიჭაბუკის ბალახი როცა გაქვს, ვინმე მოგპაროს ახლა თუ არ გამოგვლიჯა ძალით. ხო, ანუ თან კი არ პარავს ტოვებს ეს უბედური. ანუ პროსტა ტოვებს, ანუ ღიაცის ქვეშ ტოვებს, რაღაც ეს. ხო, მან მეგონა რომ ისიც მნიშვნელოვანი შეკითხვა უნდა დავსვათ, რომ მაგამდე რატო არ ჭამს ვაფშე და დატოვებამდე. და არენდობა, მან ეწერა კინაზეს რომ ისო ჯერ ურუქში ჩავა გაასინჯებს, მოხუც და მერე შეჭამს, ანუ მანდაც ადამიანური ის ძლევს, რომ ეჭვი ეპარება უთანაფიშტის სიტყვაში, რომ აი უკვდავმა კაცმა მითხრა რომ ეს ბალახი ჭამე და გაჭაბუკდები და მგონია რომ მატყუებს. ეგ არის გილგამეშის ისა მინუსი, ესე ვთქვათ, რომ არ ჯერ. და ორი შანსი ქონდა, ერთი უკვლავების შანსი ქონდა რომ არ დაეძინა, ერთი გაახალგაზრდობის შანსი ქონდა და ორივე დაკარგა უბრალოდ იმიტომ რომ ადამიანური ბუნება აქვს ეგეთი, რომ ერთგან უნდა ჩაეძინოს, ანუ ძილს ვერ დაამარცხებს და მეორეგან უნდობლობის ელემენტს ვერ გადალახავს. აი ის დატოვებაც მე მგონია რომ ანუ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა ეგ რომ უდავნოში რო ხარ, წყალს რო დაინახავ, მიხვიდა და დაიწაფო. და ზუსტად კიდე მაგას რო ვერ გადალახავს, ეგეც იმის დასტურია რომ უკვლავებას ან ახალგაზრდობას ის არ იმსახურებს. ანუ ის იმ მომენტიდან როცა შეხვდება უთანაფიშტის ამტკიცებს თავისი ქმედებებით რომ ვერ გახდება უკდავი. იმიტომ რომ ბუნებრივი მოცემულობა მისი არ არის გათვლილი უკდავებას, ესე რომ ვთქვათ. კი, იმიტომ რომ ადამიანია და ადამიანი უკდავებას ვერ მიაღწევს. თავისი ბუნებიდან გამომდინარე. კაი, აქ გილგამეში ამბობს, რომ ეუბნება უთანაფიშტის. სიკვდილი მიწევს საძილე ოთახში. აი ამას იმაშობა. თავის მდგომარეობას ესე ხსნის. ეხლა გადმოვიდეთ თანამედროვეობაში. შენი აზრით, როდის შეიძლება რომ გაანალიზო, რომ სიკვდილი გიწევს საძილე ოთახში? ან საერთოდ იქნება არ გიწევს, რა ვიცი. მე მგონია რომ გასაკის ამბავი არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩემი წარმოდგენით ადამიანს რომელსაც გააზრებული აქვს ის რომ საძილე ოთახში უწევს სიკვდილი. ის ადამიანი არც თუ ისე საინტერესო გზას ადგას. რატო? ან პირიქით გზა რომელსაც ოდესღაც ედგა ის გზა ან წარმატებით ან წარუმატებლად დაასრულა და ახლა ერთადერთი რაც დარჩენი არის საძილე ოთახი. აქ ინკიდუსთან პარალელით შეიძლება მოვიდეს ინკიდუს ხო საძილე ოთახში კვდება. მაგრამ ინკიდუ ამისთვის ილოცებს ან მადლობას ამბობს და გილგამეში რომ ამბობს ამბობს უბედური ამბობს მაგას. ხო. დაღურემელი ამბობს. აქ აი ზუსტად თანამედროვეობაზე რას ვამბობ, აი ინკიდუს გზა იყო მისთვის სრულყოფილი გზა, ან ადამიანურობის სრულყოფილი გზა იყო. მეგონია რომ თანამედროვეობაში ეგ ორი გზა გვაქვს მარტო ადამიანებს. ერთი ის რომ რაღაცა მოგზაურობას, რომელსაც დავადგებით, წარმატებით დავასრულოთ და მე რაღაც მადლობა ვთქვათ რომ ადამიანები ვიტყდებით საძილე ოთახში, ან მეორე გზა გვაქვს რომ ვერ მივახციოთ ჩვენს საწადელს და უბრალოდ დაღურემელებმა ვთქვათ რომ ეხლა რა გვიწევს ეხლა საძილე ოთახში მოვიდები და ანუ შენ წარმატებად და წარუმატებლობად ყოფ იმას მაგზებს ხო? ხო, საძილე ოთახში მაგზებს კი თქვათ ხო? ეგრეულად. ერთხელ მითხრა ჩემმა მეგობარმა ვლაპარაკობდით ლაშქრობებზე და გეგმავდით მაგას და ოთახში სიკვდილის დედა ვადირეო ეგრე. ჯიგარ. ხო და ეგ შენ აი მასში განსაზღვრებაში უფრო მეორე ვარიანტში გადის, რომ სხვადასხვა ძალიან ჩამჩანი ნათქვამი თავში, იმიტომ რომ საძილე ოთახში ენქიდუ რო ყვდება, ეგ ნიშნავს, რომ ანუ რაღაც ბოლო პერიოდში ისე ვერ ხარ, როგორც უნდა იყო რა. მეც ეგრე ვფიქრობ, რომ მაგრამ აქ საძილე ოთახი რომ მივიღოთ ცოტა ისე გადატანით მოცემულობად. და უბრალოდ ავიღოთ როგორც სიკვდილის გაანალიზება, რომ აი საკუთარ თავს ხედავ მკვდარს მომავალში. და მაგას რო აანალიზებ, რომ შენც მოგდებ. ეგ შეიძლება რომ იყოს ისე ორ მხარედ რო დავყავთ თანამედროვე ადამიანების გამოცდილება. ერთი არის რომ უბრალოდ როგორ შეიძლება რომ გრძნობდე აწმყოში თავს სიკვდილი რომ მოიშორო ესე ვთქვათ, როგორც პრობლემა და არა როგორც მოცემულობა. ერთი არის რომ თლიანად დაგავიწყდეს სიკვდილი, არ გახსოვდეს და მე მაგას უარყოფითად განვიხილავ და ცხოვრობდე რაღაცა მარადიულობის პერსპექტივაში. აი არასდროს რაღაცა ჯერ ახლა 20 წლის ვარ 14 წლისაში მომდები, მანამდე 60 წელი ვარ კიდე. აი ეგ არის როცა არ გახსოვს. აი ეგრე მახსოვს. და მეორე არის როცა გახსოვს, მაგრამ
ცოტა უფრო ქრისტიანული იდეისკენ რო წამოვიღოთ. არ მიიჩნევს სიკვდილს შენი არსებობის დასასრულად, ესე ვთქვათ რა. და ამ მიმართულებაში ცოტა რთულია. უფრო ადვილი არის რომ დაივიწყო და უმრავლესობა, აბსოლუტური უმრავლესობა ამ მოცემულობაში ცხოვრობთ, უბრალოდ არ გვახსოვს სიკვდილი და მეორე მიმართულება არის რაც ქრისტიანობამ და ზოგადად რელიგიამ მოიტანა, რომ მოკვდები შენი ხორცი კვდება და სული აგძლევს არსებობას, ხო? უბრალოდ აქ გილგამეში თავიდან ცხოვრობდა მარადიულობის პერსპექტივით არ ახსოვდა სიკვდილი და ენქიდუ როცა მოკვდა, მაშინ უბრალოდ აქეთ ვერ გადმოვიდა და გაანალიზა რომ მოკვდება და მან გაიჭედა. ხო. მაგ მდგომარეობაში ჩემი აზრით თანამედროვე ადამიანი და იდეალურად ნაპოვნი აკადელ პოეტს ეს მდგომარეობა, როცა თანამედროვე ანალიზი თუნდაც აანალიზებს რომ მოკვდება. ეგ არის აუცილებლად ვიღაც შენიანი სიკვდილი. ჩემი აზრით სხვაზე არ გადის ეგ. აუცილებლად ვიღაც ამ შემთხვევაში მსგავსი და მეგობარი და ძმაკაცი თანამედროვე გაგებით კვდება. შეიძლება თანამედროვე ადამიანისთვის ეს იყოს ნებისმიერ ოჯახის წევრი, ვისთანაც ახლო კავშირი აქვს, აი? ვიღაცა ძმაკაცი, მეგობარი და ასე შემდეგ. ანუ ეს მეთოდი მე ძალიან მომწონს, რომ არა მარტო შენი მსგავსი, არამედ ის ვისთანაც ვისთან ერთადაც მოიაზრებს შენ არსებობას, ეგრო კვდება. მაშინ აანალიზებ რომ სიკვდილი გიწევს საძილე ოთახში. ჩემი აზრით. ხო, მე მგონია რომ საძილე ოთახში გააზრება ცოტა კიდე მერე მოდის. ხო. უბრალოდ ჯერი აზრებ რომ მოკვდები და ხშირ შემთხვევაში აქ შიში შემოდის. პირველი ის განცდა შიშია ყოველთვის რომ უიმე მოკვდები. და მე რაც უფრო დრო გადის ამ ანალიზში რომ უეჭველი მოკვდები, მე ვფიქრობ რომ ხო, მოკვდები და თან საძილე ოთახში მოკვდები, იმიტომ რომ რაღაც ადამიანი ვარ და ამის იქით ჩემი ბუნება არ მაძლევს საშუალებას რომ გავიდე. გილგამეში არ კარგად არ მესმის მაგას რატო ამბობს, იმიტომ რომ ხო შეუძლია რომ რაღაც სხვა მოგზაურობაში წავიდეს, სიტყვაზე სხვა ხუმბაბასთან. ხო და მე არ გეთანხმები იმაში რომ საძილე ოთახში სიკვდილი იგულისხმება. უბრალოდ საძილე ოთახი ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არის ის რომ ანუ საძილე ოთახი არის ის ოთახი, სადაც უეჭველი შედიხარ დღის ბოლოს. იქ რომ იწევს სიკვდილი, ნიშნავს რომ უეჭველი სიკვდილი მოვა. ანუ ამას მე ასე უფრო გავიგე, ვიდრე საძილე ოთახში სიკვდილი, დასნეულებით სიკვდილი. მაგ ლოგიკით გილგამეშს ეგ არ უნდა ადარდებოს, ჩემი აზრით. ანუ შენ უბრალოდ ამ საძილე ოთახი როგორც მეტაფორა იმისი რომ მოკვდები. ხო, უეჭველი. ხო, მაგის მithom. ტექსტუალურად თან ეხლა უცებ მომაფიქრდა. ანუ ტექსტი როგორც მიყვება, ტექსტის დასაწყისში გილგამეშს არეშინი ან სიკვდილი ჩემი აზრით იცის რომ არსებობს. მაგრამ არეშინია და მაგის დასტური ისიც არის შევამბობდი რომ რაღაცა ინკიდოს შევამბობ ჩემი მოკიდე ხელს სიკვდილს აღარ შეგეშინდება. ხო, იმდენად მაგარითი. კი. მე მგონია ხუმბაბას ეპიზოდის მერე ენკიდოს სიკვდილამდე მგონია რომ გილგამეშს მგონია რომ მაღლდა სიკვდილზე ვაფშე და მე ენკიდოს სიკვდილს მე მგონია რომ ეშინია და მე ზოგადად მგონია რომ ადამიანებს ეს სამი მიმართება გვაქვს სიკვდილთან მარტო ანუ ზუსტად ამ სამი მიმართებით მეძრაობთ რომ ერთი არის რომ არ გვეშინია სიკვდილის უბრალოდ ვიცით რომ სიკვდილი არსებობს ანუ ჩვენ გონებაში ყოველთვის არის ის რომ კი შეიძლება მოუკვდებით აუცილებლად ბაზარი არა მაგრამ არ გვეშინია სიკვდილის რა პრობლემაა ვიცხოვრებთ ჩვენ გზით და საკუთარი თავები გავხდებით. მეორე მიმართება არის რომ ეს მგონია რომ ეს დელუზია უბრალოდ რომ სიკვდილზე ხარ ამაღლებული ეს შესაძლებელი რომ ადამიანებს არც გონებაში არც გავლებული ის რომ მოკვდებიან ეს დელუზია მგონია უბრალოდ და მესამე მიმართება რაც გილგამეშს ტექსტის ბოლოს აქვს რომ ეშინია სიკვდილის ეგ მგონია ეგ მე გილგამეშისთვის მგონია რომ იმ ქმედების აღმძვრელი აღმოჩნდა რომელიც გილგამეშისთვის თავიდან ბუნებრივი არ იქნებოდა. ანუ წარმოგიდგენთ ურუქ ქალაქი დატოვა ანუ საკუთარ სამფლობელოდ დატოვა რაღაც მომენტში საკუთარ ღვთაებრიობაზე ბუნებრივად თქვა უარი იმიტომ რომ იმდენად გაიაზრე რომ მოკვდავი იყო რომ ღვთაებრიობის ელემენტი დათმობილი აქ რეალურად და ხო ანუ იმის საპირისპიროდ მოქმედებს გილგამეში როგორც იმოქმედებდა მე მგონია რომ თანამედროვე ადამიანშიც რო გადმოიტანო როდესაც იაზრებს ადამიანი რომ მოკვდება და ამის შიში ებადება მე მგონი მაშინ იწყებს ადამიანი მოქმედებას, ოღონდ მოქმედებას არა თავის ბუნებიდან გამომდინარე, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება ეს სიკვდილის პროცესი გაახანგრძლოს. და სიკვდილის პროცესი არის სიცოცხლის პროცესი გაახანგრძლოს, რომ გვიან მოკვდეს. რასაც გილგამეში აკეთებს ტექსტში, რომ რაც ან არ მოკვდე და ჯანდაბას თუ მოკვდები, ხო, ან გვიან მაინც მოკვდე. და მე მგონი რომ თანამედროვე ადამიანის ზუსტად ასეც რა. რომ
ბიჭო თუ უნდა მოვკვდე მეშინია და მოდი რაც შეიძლება გვიან მოვკვდე რა და ყველაფერს და ჩემი აზრით ცივილიზაციაც აქამდე ეგრე მოვიდა რომ ყველაფერი ხო ახლა ისე დგება რომ ადამიანი რაც შეიძლება გვიან მოვკვდეს რა აი გასაგებია ძალიან ისეთი ელემენტია რომ გვამშვიდებს მაგრამ ჩემი წარმოდგენით იმის საპირისპირო ბუნებას გამოგახატინებს ვიდრე შეიძლება იყო იმიტომ რომ გილგამეში ამის სრული ანალოგია რა რომ სიკვდილის შიში გილგამეში ხო ის აღარ იყო ვინც მაგამდე იყო იმონია რომ რეალურ ბუნებას მაშინ ხო შეიძლება რეალურ გამოაშკარავების ფუნქცია ვიდრე გადართვის სხვა რელსებზე მე მესმის მაგრამ ენკიდუს რო იგივე არ მოსულია რა სიკვდილის წინ ენკიდუ მაინც საკუთარი თავი იყო ან დიად ან ერთი მომენტი წტუნება ჰქონდა რომ შეიგინებინა ვიღაცისთვის მე მისი ბუნებრივი მდგომარეობა ჩემთვის ეგ იყო და მაშინ გილგამეში მაქამდე რასაც გამოხატავს მთლად მისი ბუნებრივი არ არის და ხო ჩემთვის რეალური გილგამეში არის მარტო მავალი უთანაფიშტის კენ ეგ არის ჩემთვის ნამდვილი გილგამეში ენკიდუ არის სიკვდილის წინ როცა ლოცავს იმიტომ რომ რაღაცა ეგ კაი ტიპად წარმოვიდგენია ენკიდუ ხო, ენკიდუ ჩემთვის ყველა დადებითი პერსონაჟი. ეგ მე შეიძლება კი. მე სიკვდილში უარყოფით მოვლენად უყურებდი. როგორც შევნიშნე შემთლად უარყოფით მოვლენად არ უყურებ. თან კი თან არა. ხო, უარყოფით მოვლენა რომელიც საკუთარ დადებით კი არა, ნამდვილ ბუნებას გამოგახატინებს. ხო, რაღაც იგი. ხო, ჩემ ძალიან ნამდვილს ვიგდავენებს. ხო, საინტერესო. ხო, აკაზე შეგვიძლია მე გავაცნო ამაზე იმდენი ტექსტი მოგვიწევს ხალხის სიკვდილთან დაკავშირებით რომ ამაზე აუცილებლად კიდევ და კიდევ ბევრს ვაპარაკებთ მით უმეტეს ოდისეაშიც მოგვიწევს კი ნამდვილად ბოლო ნაწილზე გადავიდეთ ეს არის უკან დაბრუნება გილგამეშის ესე იგი თქვით რომ ჯერ ფიზიკური მოგზაურობაა მისი ხუმბაბას ამარცხებს და იმას ცისხარს და შემდეგ ენკიდუს სიკვდილის შემდეგ იწყებს სულიერ მოგზაურობას როგორც რაღაც ადამიანი რომელსაც უნდა შემდეგ მოდის უკან. ეს უკანა გზა და მარტივად შესანიშნია რომ უფრო მოკლეა. და მაგაზეც წერს კიკნაძე იქ თავის წიგნში, რატო არის უფრო მოკლე. და მოდი წავიკითხოთ კიკნაძის ციტატა. ესე იგი ეს პერსონაჟი მენავე რომელიც ეხმარება მივიდეს უთანაფიშტიმდე, ასევე ეხმარება რომ უკან წამოვიდეს და ამ მენავეს ხია ურშანაბი. ურშანაბის მეზღვა ურს, რომელმაც თითქოს იმიტომ მოაცილა იგი ხმელეთის გზებით, რომ უკან წაეღო ურუქის ამბავი, უთანაფიშტისთან მის ელიზიუმში. გაედო ხიდი წარმავალ აწმყოსა და მარადიულობას შორის. ანუ კიკნაძისთვის ურშანაბი ამ ამბავს რო წაიღებს უკან ურუქში ეს ხდება, ღმერთებო, ეს არის რაღაცა წარმავალ აწმყოს და მარადიულობას შორის ხიდი. რას ნიშნავს წარმავალი აწმყო და რითი განსხვავდება მარადიულობისგან? რაღაცა ცოტა ისე დაფიქრება ჭირდება რანაირი ცნებებია. მე მგონია რომ აქ შეიძლება წარმავალი აწმყო მოკვდავების ელემენტი იყოს და მოკვდავების ამბავი ჩააქვს უკვდავებთან. რომ ან მგონია ჩემი აზრით წარმავალი აწმყო არის მარადიულობა თავის წარმავალობის ელემენტში. ვინაიდან ჩვენი მარადიულობა ხო, ჩვენთვის არის მარადიულობა, წარმავალი აწმყო ჩვენთვის მარადიულობაა. იმიტომ რომ მოკვდავები ვართ და ეს აწმყო ყოველთვის განიმეორებს საკუთარ თავს აწმყოობაში. მაგრამ უკვდავი არსებისთვის ეს ხო აწმყო არ არის. ანუ ეს აწმყო არ არის მარადიული, იმას თავის მარადიული ფორმა აქვს, უკვდავების ფორმა. და უბრალოდ ეს წარმავალი ადამიანების აწმყო, რომელიც თავისი ფორმით რაღაცას მოკვდავების რაღაც ელემენტს წარმოადგენს. ეს ამბავი ჩააქვს ღმერთებთან და თან დასტურად ჩააქვს, იმიტომ რომ ღმერთებო იცით რა წარმავალი აწმყო ისევ წარმავალი იქნება, იმიტომ რომ არ იარსებებს მოკვდავი ადამიანი, რომელიცკვდავი გახდება. იმიტომ რომ ერთხელ შეგეშალათ და ეგეთი ვიღაც გახდა, მაგრამ აწიწორეთ რომ ეგ აღარ განმეორდება და აი ვიღაცამ ცადა და არ მოხდა. არ იდარდოთ თქვენი უკვდავება და იმით მოკვდავება თავისი ინფორმაციას ატარებს. ანუ შეიძლება ეგრეთ რაღაცა. ხო. ანუ შენ ამბობ რომ ურშანაბი ამას იმიტომ უყვება, რომ გააფრთხილოს რომ მეტი ადამიანი უკვდავი აღარ გახადო. ხო. აბა რაში ღმერთებმა ხო იციან რანაირადაც ადამიანები. მაშინ აქ ამ დასასრულს იგივე ფუნქცია აქვს, რაც ოდისეაში ფეაკელების კუნძულიდან რომ მოდის და იკეტება ღმერთებსა და ადამიანებს შორის სამყარო, ზუსტად იგივე არის აქაც. რომ ანუ ამის შემდეგ ეხა ვიღაცა 21 საუკუნეში თბილისში რო ცხოვრობს, შანსი არ არის, მაგარი ვერც მივაი იქ სამყაროს კიდემდე, იმიტომ რომ უკვე ჩავკეტე. და ურშანაბი დაბრუნდა და უთხრა იმათ, რომ ეხა ეს რომ მოვიდა და ხო ნახეთ, დაანებეთ ამ ხალხს და ვერ გამოვუათ და ცოტა დაშორდით. ანუ გამოდის რომ ღმერთები და ადამიანები უკვე იმიტომ რომ ეხა გილგამეშს თუ მამა ღმერთი ყავდა და ბაბუაც და იმის მამაც დღეს არის რომ ღმერთი
არ არის ეგრე ლიტერატურულად ახლოს, ხო? ლიტერატურაში. ცხადია ლიტერატურაში გულისხმობ. თანამედროვე ლიტერატურაში ვიღაც არის რომ აი რაღაცა მე-20 საუკუნეში საწყალი პერსონაჟია, რომელსაც არასდროს არ უნახავს ღმერთი და რაის ღვთიური წარმომავლობა საჭმელი არ არის დაუშვათ. მაგაზე წერენ წერლები. აქ შეიძლება იგივე ფუნქცია ჰქონდეს მაგასაც, ხო? და ლიტერატურულადაც რო დაყვე, აქედან უკვე იწყება ლიტერატურაში აქედან იწყება ღმერთების ჩამოშორება ადამიანზე რა. ეს პირველი ტექსტი აქ არის და მეორე ოდისეა ჰომეროსთან გზდება. ხო, ჰომეროსთან გზდება ოდისეაში ჩამოშორება. რომელზეც გვექნება ასევე პოდკასტი. გვექნება რამდენიმე ვიდეოში. კაი, მოდი ამ ღმერთების და ადამიანების დაცილების იდეით დავამთავროთ და დავცილდეთ ჩვენს მაყურებელს და ბოლოს გვაქვს თხოვნა, მოკლედ აღწერაში იქნება ლინკი, KISA-G-ის ლინკი, სადაც თქვენ შეგეძლებათ რომ გამოგვიგზავნოთ კითხვები, დაგვიდონატოთ თანხა და ამ თანხას მოახოლოთ კითხვა და ამ თანხით ჩვენ ვიყიდით იმ აპარატურას, რაც გჭირდება, იმიტომ რომ ეხლა ნათხოვარი კამერით და ნათხოვარი მიკროფონებით ვიღებთ პოდკასტს. მოკლედ დაგვეხმარეთ რომ ვიყიდოთ კამერა და მიკროფონები. ეგ არის ჩვენი ბოლო თხოვნა. კარგად ხალხო, მომავალ შეხვედრამდე. მომავალ შეხვედრამდე. Close to my heart, close to the ghost behind me. Close to my heart, close to the river behind me. Close to my heart, river is close behind me. Close to my heart, high on the coast, go cash in my